მოგესალმებით მეგობრებო, ისევ შემოგიერთდით და კიდევ ერთი გადაცემა შეემატება YouTube-ს ჩვენი სახით. მივესალმოთ მაყურებელს, მივესალმოთ ჩვენ თავებს, როგორ ახართ? სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს გელოდებათ არნახული გადაცემა საჭირო ბოროტო თემებით, ცხელ-ცხელი ფეხბურთით და მის გარშემო მოვლენებზე. მოკლედ დავიწყოთ ნენელა, რა თქმა უნდა ჩვენთვის რუბრიკა ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია კვლავ ძალაშია და დავიწყოთ ქართული ფეხბურთის ზოგადად შევაჯამოთ. კი, საინტერესო ამბებია ქართულ ფეხბურთში. ქართული გუნდების მეტოქები გაირკვა უკვე ევროტურნირებზე და ამაზეც ისაუბროთ. იქეთ თამაშებიც იყო, იქ საბურთალოზე, იბერიაში წვრთნელი შეიცვალა და რა ვიცი, მეორე თემა დაგროვდა სალაპარაკოდ. და რომლით დავიწყოთ? მოვეთ იბერიეთ დავიწყოთ, იმიტომ რომ მან მოხდა წრეების შეცვლა და შემდგომაც იბერია თან ძალიან მოულოდნელი თამაში. ძალიან მოულოდნელად მოხდა და უცებ უბრალოდ რაღაცა გავშალე ეს ცნობა და ცნობები გავშალე უბრალოდ და ამოაგდა. სიო, აი კიდე შენ კიდე რა დავიგდო მოხდა გადაღარა გაშასა შევდა მეტლა აი ვიდით ხოდა ის ხოლმე აი სიო ეს იცით უცებ გავშალე სოციალურ ქსელები და ამომიგდო უცებ რომ წვნელი შეიცვალა სრულიად მოულოდნელად რა გაუგებარია უბრალოდ გამოხდა ჯერ არაფერი დაწერილი და თქვენ თუ იცით რამე ინფორმაცია ისეთი არ ინფორმაცია ერთადერთი ის არის რომ რაღაც წყაროებზე დაყნობით თუ დავეყნობით მაგ წყაროებს არის რომ აი შედეგი ისევ არ ქონდა იბერიას, ამდენს შედეგი არ ქონდა ახალგაზრდა 30 წლის გუგან ერგაძე რომელმაც ასე ვთქვათ შემოატრიალა იბერია რომელიც პირველ ადგილზე იყო შედეგების არც თუ ისე ცუდი ყოფილა პირიქით გუნდიც კომაგების ფეხბურთელების ყველა გვერდში ერგა და აი ესე უცებ აი მოულოდნელად შეიცვალა და უკრაინელი მწვრთნელი დანიშნეს იბერიაში რომელმაც გუშინ დებიუტო მატჩი მარცხი განიცადა რუსთავთან. ვერ დავაბრალეთ ახლა მარცხს. არა, წელს არაფერი ფუტბოლთან მოხდა. მარცხით დაიწყო. მაგრამ იმასაც ვერ იტყვი რომ რაღაც სპორტნელის ის ჩანდათ. ჯერ რა უნდა გამოჩნდეს? ანუ ორი დღე ამაშობია. მაინც ანუ მაგას ვერ დააბრალებ იმის სპედის ხედი ჯერ ერთ დაეთყო, ერთ დადებით კონტექსტში და ვერ ხოლმე კონტექსტში ჯერ სპედის ხედი ვერ დაეთყო. მე ესე ვიტყვი რომ მე მგონი მაგ თამაშს ჩვენ რო ვიყავით, მაგ თამაშის მერე მოხდა ეგ ცვლილება და საინტერესო იქნება, არ ვიცი, მეც არ ვიცი ახლა ეს ვერ ვიტყვი რომ ვერ დავადებ ხელს ის გამოდა რატო და როგორ. ერთი ფაქტი ის არის რომ ნამართლაც ირაკლის დავეთანხმები რომ ეს გუნდი განიცდიდა პროგრესს ნენელა რა ვითარდებოდა და აგერ პირველ ადგილზე იყო კი ზენტურამდე პირველ ადგილზე მარცხმა და ემა განაპირობა ის რომ რაღაცა არ მოსწონდათ გუნდში სიტუაციები შეიძლება ფეხბურთელებთან დამოკიდებულება მაგრამ აი როგორც აღნიშნეთ ეგეც არ ამგონია რომ მართალი იყოს იმიტომ რომ აგერ ბიჭებთან, კომაგებთან მქონდა კონტაქტი, მით უმეტეს რომ ერგაძე უკვე აღარ იყო მწვრთნელი, მაინც ეხმიანებოდა ბიჭებს და რაღაცა და ჩემთვის ეგეც დაუჯერებელია, რომ გუნდში ყოფილიყო რაღაც კონფლიქტი მაგასთან. ხო, გარედან არ ეთქობა რომ ამა ეგეთი ყოფილიყო. ხო, ნუ საბურთალო დამარცხდა რუსთავთან და ლიდერობა დაკარგა, მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ახლა რაც შეეხება რუსთავს რუსთავზეც ვერ ვიტყოდი რამე განსაკუთრებული გააკეთეს, მაგრამ ის მეორე გოლი განსაკუთრებით ეხა კაცაციას გოლი იყო. კაცაციას 2023-ში ძალიან ლამაზი გოლია გატანილი თელავის კარში. ასევე ცენტრის იქიდან გაიტანა ლამაზი გოლი. კარგი ბიჭია, მიზანი კაია. არ გადუთხავს. მაგრამ ეგ არის შესაძლებელი. მაგრამ ეგ არის აშკარა მე კარგი. მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად, პოზიცია ქონდა ჯერ არასწორად შერჩეული. აღა იბერიის კომაგი მომიყვანეთ მაგ მაშინ პორტუგალიაზე ხوار გავიდა. მეკარეებს ზოგადად შვევიათ ხოლმე მასეთ დროს წინ გამოსვლები და წინ დგომა, მაგრამ ეგბურთი მე ხო ზოგადად მაგას მეკარე ყველა წინ დგას, მაგრამ ძლიერ დათვლილი იყო, პარაშუტი ეშვებოდა. თავიდან ერთი ფიქრი ვიფიქრე. გაჩერებული ხوار გონია თამაში და არ მიდის ბურთზე ხო? მე ბურთზე წავიდა. ბურთზე წავიდა. დაგვი დაავიანა უკვე წავიდა. მე რაღაც ცხელი გაშალა აღარც ხო არც უმოქმედია, просто ჩადგა კარში.
ვითომ და დავიჯერო ჩათვალო რომ უკვე გოლია, რაღაცას დაკარგული ქონდა. არ ვიცი, ძალიან უცნაური მომენტი იყო. მერე დაიწყეს აღნიშნო თვითონაც ვერ მოვიდნენ აზრ რა მოხდა. რაღაცა რაღაც წესების დაღვევა ეგონა. არ ვიცი. ნუ ფაქტია რომ იბერი აპროტესტებდა რამეს მაგბოლის დროს? არა. სასტვენი იყო? სანამ და არ მე რო უყურებდი თამაშს, ეგეთი რამე არ მე მგონი მაგას აპროტესტებდნენ სასტვენი რაღაცა იყო, სასტვენი არ იყო თუ რაღაცა იყო მე მგონი რომ სასტვენი არ იყო თუ რაღაცა სასტვენი რაზე უნდა ყოფილიყო. ანუ გათამაშება ხომ გაითამაშა ჯარიმიდან. და მან სასტვენის გარეშე დაარტყაო თუ რაღაცას ითხოვდნენ. არა, რაც არ უნდა ყოფილიყო ნებისმიერ შემთხვევაში მეკარე მიდიოდა კარისკენ, უბრალოდ რეაგირება ვეღარ შეძლო. ო ფაქტია რომ რა ვერ მოახერხა აღება და ნუ ეგეთი ბურთები ჩვენ გვინახავს არაერთი გასულა დიდ ფეხბურთში. კი, რატო? ვარგან გაიგეს ეგეთი პრობლემა. ამიტომ ბიჭებო არ დაითრგუნოთ მაგითი პირიქით ეს ისა ამ მნიშვნელობის მატჩის ბედი გადაწყვიტა ეგეთმა გოლმა. იმა ფეხბურთია რა, ფეხბურთს უხდება, დრამები ხდება შიდა. იქეთაც მანამდეც კაი გოლი გაიტანა იბერიას. და ხო ის მაგარი გოლი გაუშვა, მაგარი გოლი. ძალიან კარგად მოჭრა, ისი ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში, აიგეც. და ასევე სანამ მეორე თამაშზე გადავალ, შევაჯამებ იმით, რომ საბოლოო ჯამში ვერ ვიტყვი რომ ესე გამოკვეთილიად უტევდა და ძლიერი იყო უფრო. ორხრივი თამაში იყო. ორხრივი დაჟე ბურთის ფლობა და ის უფრო სტატისტიკურად უფრო მეტი ჰქონდა იბერიას. ეგრეც უნდა ყოფილიყო სახში თამაშობა და ეს მომენტები გამოიყენეს, ეს ორი მომენტი. ხო, იბერიას ეგ უჭერს მომენტების რეალიზაცია. მეორე მომენტსაც ვერ ვითხოვდი რომ მაინც მომიყვაროთ, ხო, ნუ ცეტა დაარტყა, აიტანა რა, თორე ის რო შეტევები და რაღაცა. ხო, მიწოლილი არ ყოფილა. მაინც მე შემთხვევით გოლს ჩავთვლი მაგას. შეიძლება ეგ ჯარიმა რო დაიდო, ისეთი ჯარიმა იყო, ხო იცი, აი დრო რომ უნდა გაიყვანო თემა და მეთქი ახლა წავა დრო ის გაყვანა, ჩამოვა, მეკარე ჩამოვა ალბათ და ის შეიყვანს გულს თამაში და დროს გაწევა, უცებ მივიდა ტიპი და ახლა გაიტანა. ხო, და ნუ ბიჭებს მიულოცოთ მაინც რუსთავის. მოგება რა თქმა უნდა. ეს აკრიზისიდან და სადამდე მივიდნენ. აგერ შუაშია უკვე ჩემპიონატი თითქმის. მაგრამ ჯერ კიდევ პირველ ადგილზე არის. ძელდება ბრძოლა, ჯერ არაფერი. ამ ეტაპზე ეს ორი იყო ყველაზე ახლოს. გადავალთ ახლა ტორპედო დინამოს თამაშზე, რომელიც ცენტრალურ მატჩადაც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მანდაც ის იყო რა. იყო მესამე-მეოთხე ადგილზე ბრძოლა მიდიოდა რა მაგათ შორის და მან გაიმარჯვა ბათუმის დინამო და აქვე ვიტყვი რომ ქუთაისის ტორპედომ დაკარგა ის უნარები რაც ადრე გააჩნდა. დაცვა სასწაულად კატასტროფულ დღეში ყავს. მე არ ვიცი ახლა რას ფიქრობენ ახლა ტორპედოს წელი ბანაკში და იქ ყოფილი გულშემატკივრები ამ ყველაფერთან, მაგრამ პირველი ორი გოლი რო გაუტანა ბათუმმა ერთნაირი თითქოს და ერთნაირად გაუვიდა ორივე გოლი, ცენტრალური დაცვა ჩავარდნილი იყო, ძალიან ჩავარდნენ თან, იმიტომ რომ კაცი რო შემოვიდა და არ კაც არავინ არ იყვანს, არ ფარავს არავინ მის საყვარელს და ება თავისუფლად შეაგდო. არ ანალოგიურად მეორე შემთხვევაში, იქ მეორე კლასიკურად ხუსლით კაი პასი დაუგორა და ხუთი და კაი პასი მისცა. მანდაც იგივე პრობლემა იყო. ჩვენი თავის დროზე არის დამზღვევი არ აყავს, ადვილად შეაგდეს მეორე გოლიც. მე ამას მოყვა მე უკვე გააქტიურდა ქუთაისის ტორპედო და კიდე ორი გოლი შეაგდო, მაგრამ მე ნუ მან არაბიძემ სასწაული გოლი გაიტანა. მე ვიტყოდი რომ ტურის ერთ-ერთი ძალიან საოცარი გოლი. ხოდა მე მაგალითად აი გოლს მირჩევნია. რუსთავის გოლს მე მირჩევნია. შესასრულებლად ეს უფრო მაგარი იყო. დაკარი თუ ძნელი. ძნელს ვეიტყვი ხა ის შორიდან არ დავს და ესე ის კარგად ჯდება ბურთი, მაგრამ ეს ანუ ტექნიკურად ისე უთყავს. ძალიან კარგი დაკარგა. ორივე ძნელად შესაძლებელი იყო. მაგრამ ეს ბიჭო ძლიერი დატყვი იყო და ბურთი მიდის რაღაც ტრაექტორიით. ძალიან კაი ტრაექტორია, მაგარი მოხდა. იღებდა. იქ შეიძლებოდა მეკარეს დააბრალო რომ მეკარეს უნდა აიღო სიტყვაზე ეგ ბურთი და არ იყო ესეთის, მაგრამ ამ შემთხვევაში მეკარეს ვერ გაამწვევა, დარტყმა იყო საოცარი. ბურთი ბიჭო მიდიოდა ეს და გაფრინდა ბურთი. არა, არაბიძე ზოგადად ჩვევია გაწოვი. ხო არის ხოლმე ბურთი მიდის და ესე ჩადის. ან ესე მიდის. ეს წავიდა ეს შევია გიოს ეგეთი არანორმალურად კარგი შეუძლია ეგეთი და აგე დაამტკიცა და ნუ პირველი ყვა ერთხელ ყვა გაუტანია კი არაერთი
ამაზე გოლია. წააგო, მაგრამ ძალიან ლამაზი თამაში. არა და ტორპედოს ბიჭებმა სამი კვირის წინ არის ხო დინამოსთან თამაში რა რაგია გასული, დაცვა იყო ყველაზე კარგად რაც გამოიყურებოდა. არ ვიცი ამ მაგის მერე აურია. ბათუმსაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაგარი დაცვა ყავს, იმიტომ რომ აგერ ბათუმს ზოგადად ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ჯიაბეშვილის ისმა როგორ დაეთყო ასე მანდაც შეიცვალა მწვრთნელობა და უფრო დაეთყო. ხო. აი დინამოსთან თამაშს გავიხსენებდი, მანდაც ისეთი გოლები გაუშვეს დაცვაში. 2-2 რომ მორჩა. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. მithwe 10 კაციან დინამოს ვერ მოუგეს. ნუ დაცვაში აქეთ ტორპედოს აქვს ეგეთ და ეს ერთმანეთს შეხვდნენ, მოიგო დინამო ბათუმმა. მიულოცოთ მათაც. რომ ძალიან კაი თამაში მიჩვენეს ბიჭებმა და ჩვენი დღეს მასხრა ვავდით, რომ მაგ დროს 9 საათზე ხო დაიწყო პორტუგალია ის იყო პარალელურად. პორტუგალია. მე ვინანე მაგალითად რომ ისავ და გაგვესტრიმა, ნეტა ნეტა გვეკოსტო არ მეცალა, რა ფიზიკურად ვერ მოვიცალე მაგისთვის. მე ვინანე ის თამაში რო უყურე და ეს არა. ანუ დამეწმუნეთ, ვისაც არ გაქვთ ნალახი, ეხლაც შეგიძლიათ უყუროთ. და ანუ პორტუგალია კონგოს თამაზე ბევრად უკეთეს სანახაობას ნახავთ მაგდაბაში. ნამდვილად პორტუგალიაში. ასე რომ ძალიან კაი თამაშები გვაჩუქეს ბიჭებმა. კიდევ ერთი თამაში იყო გორისდილა თამაში სპაიერთან და გორისდილამ იმარჯვა, აქაც კარგი გოლები გავიდა და სანახაობრივი თამაში იყო, ამ თამაშსაც ვუყურებდი. ნუ სპაიერს ძალიან ბევრი პრობლემა შეერჩნა. ჩემი აზრით სპაიერში უფრო უნდა ყოფილიყო ეს ცვლილებები, ვიდრე იბერიაში. მე ესე ვხედავ, იმიტომ რომ ბოლო 3 თამაში ზედიზედ ძალიან უსუსლოდ გამოიყურება გუნდი. როცა რომ და უკვე რაღაც ტყიბულს მიუახლოვდა. ეგეც ახალი ამოსული გუნდია. სპაიერის. ხო და ეხლა ტყიბულს ეთამაშება მე მგონი. ახლა სპაიერი თუ ისე თამაშება. არა, ტრიბულს ვერა. შემდეგ ტურში ისე თამაშება. შემდეგ ტურში ტრიბულის იბერიას ტრიბული. ეხლა სპაიერი დამარცხდა კვლავ და მან ამ გუნდში ძალიან ბევრი პრობლემა არა მარტო დაცვაში ხო თავისთავად, ასევე შეტევაშიც არ თითქოს კარში არ უთხოვეთ. აი დარტყმები აქვს რაღაცა ორი კონდეს ფლიან თამაში ხოლმე რა და აქედან კარში ერთი შეიძლება თუ რაღაც როგორც იბერიასთან თამაში კი ერთ-ერთი დამთავრდა, მაგრამ პრაქტიკულად კი ვითომ რაღაც ეს ქონდა ხოლმე რაღაც ისება დარტყმა როგორც ასეთი კარშიდან არ წასულა. და ესე თამაშებს თავაზობს სპაიერი და შესაძლებელი არის რაღაცეები ამ გუნდში. კიდევ რა შეგვიძლია ქართულად? ჩვენ წინა გადაცემაში ახლა თან დინამოს თამაში არის დღეს. დინამო ეთამაშება მე ვთქვი ერთ-ერთ სამგურს, რომელიც არაერთ ატკიდა. იმიტომ ტორპედოს იბერიას და რუსთავს მოუგო წინა 3 თამაში. ყველასთვის უხერხული მეტოქია და ამ ბოლო დროს ძალიან მომადებელია. ნახოთ ახლა კეცბაია რას იზავს. წინაზე ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, რომ შენი ძახტი რო კეცბაიამ დაპირთქმა უყარს იმის რომ ჯერჯერობით ჩვენთვის ადრია ევროტურნირებზე ისეთო საქართველოს ჩემპიონატი არ ვარ თვითონ და დაბალი დონისა. მე ვიტყოდი რომ აი ხა ავხსნი ჩემს არგუმენტს წინა გადაცემიდან. მე კეცბაია ძალიან მიყვარს. მე ანუ ერთ ვიდეოში მე ვიძახდი კეცბაიას ვაქებდი, არ ვიცი მენა, თორე ეს ვიდეო სამწუხაროდ ვერ განთავსდა, იმიტომ რომ რაღაც დამებლოკა ეგ ვიდეო და ვერ დავდე. რომ ჩემთვის კეცბაია არის ეროვნულობის და პიროვნულად მაგარი ადამიანი, სამაგალითო ადამიანია ჩემთვის. პირადად არა მარტო ფეხბურთში, ზოგადად ადამიანობაში და თითქოს ჩამოსათვლელი თუ არის, ვინც აი ერისკაცობაში ადამიანს დაუდგება და თა კეცბაიას რომელიც იმ გაჭირვების და იმ დინამოდან მოდის, რომელსაც პერსპექტივა თითქოს არაფერში არ ქონდა ფეხბურთს, იმიტომ რომ სიბნელეში იყო, გაჭირვება იყო, უბედურება იყო და ფეხბურთელებს იმაზე ფიქრი კი აღარ ჰქონდათ საშუალება რომ თამაშზე ეფიქრან. ამდენ გაჭირვებულებზე და იმებზე ფიქრობდნენ და იქ ვიძახი ვიდეოში რომ ბევრი მოდიოდა რა ესე გაჭირვებული რომ შეჩივით რომ გამეხმარეთ რაღაცა აქეთი და ერთი მოვიდაო რომ ბიჭებო ვიღაცა მოვიდა დახმარებას ითხოვს და ახ კეცბაია ვაოეხა ისე რაღაცა ისე და გავიდა და ისმენთო თუ შეიძლება ორი ბილეთი რომ მომცეთო რა საქართველოს დინამოს თამაშეო და შეგენაცვალე ორს კი არა არც მოგწევო მაგაზე მოდითო და ანუ წარმოიდგინე ასეთ პირობებში მით უმეტეს ეხა
ევროპაში ყვავის ფეხბურთი და რაღაც ზენიტში არის და ჩვენ ისევ ასე და გახსნა არა გვაქვს ელემენტარული ქართული ფეხბურთელების მაგდროს ვიღაცებმა მაინც მოახერხეს ეხლა კეცპაია წავიდა იმაში რა ქვია კიპრში წავიდა სადაც ფეხბურთს თავს ანებებენ წარმოიდგინე ახალგაზრდა ბიჭი და 29 წლის ასაკში და იმაში ხდება ნიუკასლში წარმოგოდი დაგვიანებით იქ ის კაი სეზონები ჩაატარა სანამ ოფსონი მოვიდოდა რომელიც ძირითადში აღარ ათამაშებდა და თანაცხადში არ შეყავდა და იქ მთელი ისინი მოხდა მაგრამ მე იმის თქმა მინდა რა რომ აი რატო მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი კი შეიძლება კეცპაია რასაც ლაპარაკობს სწორია რომ არ არის დონე ჩვენი ჯერჯერობით ევროტურნირების მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს ჩვენ განვითარება დავიწყეთ ერთი რამდენი წლის წინ 15-20 წლის წინ ესე რომ რაღაცა შევაკოწიწეთ და რაღაცა თორე მაშინ არაფერი არ იყო ევროპა რო ყვაოდა და მიდიოდა წინ და წინ ჩვენ რეგრესს განვიცდი როცა რომ 91-ში მაგიზე დავატი დინამოს შემჩერებლები არავინ არ იყო ზოგი კიდე თამაში არ გვეთამაშებოდნენ დაჟე ერთი თამაში ისეთი მოვიგეთ ვაფშე არ გვეთამაშნენ ბაიერნი იყო უარი გამოცხადა მეორე ტაიმზე გამოცხადა და წარმოიდგინე ასე დონე და უცებ აი ამ რეგრესს განიცდი მე იქ მოვიდა ყიფიანი წუთნელი იყო ნოდარ ახალკაცი იყო გენიოსი რა მაგარ გააკეთა ეგ ყველაფერი რომ დინამო ესე დააყენა და მე ყიფიანიც იყო წუთნელი რაღაც პერიოდში რომელიც სასწაულებს აკეთებდა და იმ კურიას გავიხსენებ ისევ ვიდეოდან და ეხლა საფრთხად რაც არ მოხდა ეხლა ვიტყვი რომ ეგეთი მომენტი იყო რა როცა დინამოს წუთნელად დაინიშნა ბატონი დავით ყიფიანი მან იყო ეგეთი შემთხვევა რომ ესე ბურთი დადეო და ბიჭებო აბა მიეცი რაო რა ვიდეო და გაარტყით ბურთს და გაერტყა და ეს რაღაცა 40-45 მეტრი წვალობენ ბიჭები ურტყავენ და ამას ვეუბნები აი შოთა და ექსასტავი არიან გუნდში რა კეცპაია და ეგ ურტყავენ ვერ არტყავენ რა თქმა უნდა ვერა და მივადა აქჭით ბიჭებო რა არის რა ვერ მიეცი არისო და მიდის პირველივეზე დავით ყიფიანი ეგრევე ურტყავს და ეგრევე არტყავს და უსწორდება გამოიხედავს და კიდე 20 წელი დაგჭირდება და აი ეს 20 წელი ციფრხელა ანუ წინასწარ მეტყველებას დავით ჩადო იმენა მაგის მერე უფრო რეგრესი მოდის და აი ახლა არის ის საკვანძო მომენტი როდესაც შეიძლება რაღაცა გვეშველოს და ცოტა ამოვიკაჩოთ ახლა ეგ ბიჭებსაც უკვე ზონებია გახსნილი ევროპაში შეუძლიათ თავისუფლად ითამაშონ აგერა მგონი ის ავსტრია დაინტერესდა იმით ხო რუსთავის მოთამაშით ქართული ფეხბურთელი დინამოდან 18 წლის უკვე პარიზში ოღონდ პარის სენ-ჟერმენში არა პარიზში მეორე გუნდი როა ხო და ანუ დღეს უნდა გაიაროს საღამოს შემოწმება და ხვალ უკვე ოფიციალური გახდება მისი ტრანსფერი პარიზში აგერ ჩვენი ბიჭი ჩიქოვანი ვოტფორდის მოთამაშე გახლავთ და წარმატებებს უსურვებ ძალიან კაი ბიჭი არის ძალიან დიდი პერსპექტივით და მინდა რომ თან ძმები არიან ერთი პატარა ერთი დიდი მე პატარა საოცრებებში ვარ აი პატარა და არ იღლება იმენა ფუტკარი შრომელია დიდი არ დრიბლინგი კაი აქვს რა ის გამართული ესე ძალიან კარგი ფეხბურთს თამაშობს დარტყმა აქვს საოცარი მაგრამ პატარა ძმას უფრო მეტი შრომელია რა უფრო მოძრავია და იქაც არის აქაც არის ყველგან არის რა ყველგან საყრდენი არის პოზიციის საყრდენია ხო თუ დაგჭირდათ მარცხნად შემიძლია ვარჯიშთან შემიძლია წინათ შემიძლია უკანათ შემიძლია რა ეგეთი ტიპი არის რა და მე მომწონს ეგეთი ბიჭები მით უმეტეს დღევანდელ ფეხბურთს ეგეთი მოთამაშეები ჭირდება ზუსტად ეგეთ სტილშია გადასული და იმით რა ბოდიში გამეგზელდა ლაპარაკი იმას ვიტყვი რომ იქიდან აქზე განვითარდა ახლა საქართველოს ფეხბურთი ახლა რაღაცას აპირებს და უცებ კიდე რომ კეცპაია ამას იძახის აი მაგიტომ შემოვედი იმ დებატებში რომ მე ვთქვი არ არის რა ამდენი ლაპარაკის ვიცით რომ დარხეულია ქართულ ფეხბურთს არ ვართ ის დონე რაც უნდა იყოს ევროპის მაგრამ ამის თქმა ჩემი აზრით მაინც საწამლავივით არის რა ჩემთვის რომ აი мотиваცია იკარგებათ ბიჭებს მე რომ აი ახან ეს არის რა გავაკეთო მე კი შევა გავა ითამაშოს მაგრამ ის ამ დროს პირიქის სპორტსმენის ფსიქიკა სხვანაირად უნდა იყოს რაც უფრო მეც ხო და არა ხდება ვერა პირიქით თუ მართლა პროფესიონალი ხარ
შენ თავს უფრო მეც დააჯერებ, რომ შეგიძლია უფრო მეც ვიზავ, მეც ვიშრომებ, მეც დავამტკიცებ. ეგეთი მარტივი სათქმელის არ არის, ხო, მაგრამ ეგ ხო არ ბევრჯერ აქვს ნათქვამი რა ისედაც და ეგ გაგიგონ. აი იქ ვინც ხედავთ თბილად. იქიდანაც შეიძლება ეგ აკონტროლდეს, რომ ქართულს მიექციოს. მაგრამ უყურე შენ, მარტო ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, მაყურებელს მაშინ რაც თქვი და მაყურებლის პრობლემაც არის ის, რომ წარმოიდგინეთ ეროვნულ ლიგას მაგალითად არ გადმოსცემენ, გადმოსცემს ის ერთი არხი, ორი რო არის. არა, სიტანტას გადმოსცემს. მესამე არხი აჩვენებს ხოლმე იშვიათად, მაგრამ დაიწყო ბოლო პერიოდში სეტანტამაც გაშუქება და კარგი. ეგ კაია ხო თუ დაიწყო, კაია, მაგრამ აქამდე ყოველ შემთხვევაში არც ესე ისიც არ ქონიათ, კაცო, ნიუსებშიც არ ქონიათ, რომ რაღაცა ის არის. დიდად. სპორტული ცემა წაკვით რაღაცა თქვან, ჩემი აზრით მეტი უნდა იყოს, მეტი უნდა ილაპარაკოს, ფული უნდა შემოვიდეს ქართულ ფეხბურთში, რაც თავარია. თორე ფულის გარეშე წარმოუდგენელია, რომ რამეს მიაღწიო, ხო ხედავთ რა, აი მაგალითად აი საფრანგეთის რატო რას ვედებით, მაგრამ საფრანგეთი პორტუგალიას თითოეულის რო შეაჯამო, საბოლოო ღირებულება რამდენი გროვდება? ჩვენი რამდენია? 5 ლარი დღეში. და სიტყვა იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ ვინმე ვიყიდოს, ვეტერანი ფეხბურთელი მაინც ვიყიდოს. და ვერ გადვითარდები, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტია საჭირო რა ამისთვის. და ფეხბურთელებს კიდე ბოლომდე დახარჯვას უსურვებ, ბოლომდე დაიხარჯონ, იბრძოლონ, ყველაფერი წინა აქვთ, თვითონ ეს ახალგაზრდა თაობა მოდის და მათ უფრო მეტი ექნებათ, ჩვენება და ბოდიშით გამიგზელდა ლაპარაკი თავიღალებით. ხო, რაზე თქვა, ბარემ იმაზე გადავიდე. დინამოს უსურვებ მოგებას, ამას ვიტყვი რა, მე დინამოს ბალეში ვარ, კეცო გენაცვალე. დიდით ბიჭებო წინ. ევროტურნირებზე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა ქართულ ფეხბურთს მაგ თემას შევეხეთ. მეტოქეები დაიდო უკვე ჩვენი კლუბების, ვინ იქნებიან საკვალიფიკაციო ეტაპზე და მაგაზეც თქვა, ორი სიტყვა რას ვფიქრობთ. იბერიას მეტოქე ვინ იქნება, მეგონი ისა, ხო? ფლორა. და მერე თუგაცდა მერე სტილოა თუ ვინ უწევს, მეგონი ხო, თუ პარტიზანი უწევს თუ მაგით. პირველი ეტაპი მინიმუმ დაძლევადია. პირველი ეტაპი. მერე იქეთ რა იქნება არ ვიცით რა, თავარია პირველი ეტაპზე არ უნდა გამოვარდეს ასეთ. ხო და დინამოს კონფერენს ლიგაზე არ აქვს ისეთი დაუღწეველი ბადე. თავარია რაღაცა პოზიციები თუ გააძლიეროს, შანსი ექნება. თან ტრანსფერები გააკეთა მით უმეტეს დინამო თბილისმა და დაცვაში ჭირდება უეჭველი. დაცვაში და იბერიამ ასევე დაიმატა გუშინ განხორციელა და მეგონი ეგ ტრანსფერით. დღეს ზუსტად არ მახსოვს. ფეხბურთელი და ანუ ახალი მოთამაშე დაიმატა იბერიამ, უბრალოდ სახელი აღარ მახსოვს. რა პოზიციები მე მგონი ფორვარდი არის. ჭირდება ისე მომენტების რეალიზაციის პრობლემა აქვს. პრობლემა და მეტი მომენტები შექმნა, ამიტომ ჭირდება დაცვაში კაცი. ჩამშერლებშიც ვიტყოდი ერთი კაცი და არა ხო ეს რესურსი მაგიტოა ეს რესურსი ხო ქართული ამ რესურსით ლიგაზე მოხვედრა შეიძლება იქ სხვანაირად გათამაშოს არ ვიცით ხო ახალი მწვრთნელი რა სეზამსავა იბერიასი ჯერ დრო გიჩვენა საერთოდ მოასწრებს თუ არა ამ თვენას ჩემი აზრით ალბათ ერთი გათვლა ეგ იყო რომ ახალ ტურნირებზე გავდივართ რატომღაც თომ შანსი არ მისცეს მას არ ვიცი არასორი გათვლა თავისთავად ეგ თუ იყო მაინდა-მაინც ეს უკრაინელი და ეს ეგ თუ გათვლა იყო მართლა რომ იცი რა ნეგაძე გავანთავისუფლოთ და ამ ახალგაზრდას მისცეს შანსი ეგ სულელი არის შანსი გვაქვს შანსი პირველ ტურში გასვლის მაინც გვაქვს შანსი პირველი უნდა დაძრიონ და დინამოს და იმას კაი მეტოქეები ყავს კონფერენს ლიგაზე წესით შეიძლება მიზნების მიღწევას უფრო კაი ნენდელა გადავინაცხოთ ჩვენ ცხელ მუნდიალზე და ქართულ ფეხბურთის პოპულარიზაციის რუბრიკაში დღეისათვის სულ ეს იყო ახლა გადავალთ უკვე უშუალოდ ცხელ ზაფხულზე ცხელ ფეხბურთზე რომელსაც ეწოდება მსოფლიო პირველი ტური მორჩა პირველი ბევრი რამე გამოჩნდა ბევრი რამე მოულოდნელი იყო ბევრი რამე კაი თამაშები ნაცნობიც იყო კაი მომენტები დაუვიწყარი გოლები რომელი ნაკრებით დავიწყოთ დავიწყოთ ნებისმიერი თქვენ რომელიც
მე ესპანეთით და პორტუგალიით და ვიწყებ, ალბათ ეგ იყო ყველაზე მოულოდნელი. ვინი ფიქრებდა ალბათ რომ პირველ ტურში ერთადერთი 0-0 იქნებოდა და ისიც ესპანეთი კაბო-ვერდე დამთავრდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. მაგრამ წინა პოდკასტსაც ვისაუბრეთ, რომ მარტო პირველი ტურებით შეფასება არ იქნება თქო სწორი, იგივე ესპანეთი მე დარწმუნებული ვარ, რომ მოუმატებს ამ გუნდს აქ ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს. ჩემი აზრით შეცვლები დააგვიანა. მე მგონი იამალი და ის პირველი მეორე ტაიმში უნდა გამოიყო. სტარტზე უნდა გამოიყო. იამალს მაინც ტრავმა ჰქონდა და ნიკო მაინც ნუ ყოველ შემთხვევაში ნიკო მაინც უნდა გამოიყვანა სტარტზე, რომ უფრო ისეთი ერთ-ერთი უნდა გამოიყვანა, იმიტომ რომ პირველ ტაიმში ესპანეთის თამაში არ იყო კარგი პირდაპირ და მე რომ გამოვიდნენ უკვე დრო აღარ ეყოთ, რომ თან კონგო ისე კაბო-ვერდე ისე თამაშობდა ძალიან დაბალი ბლოკით, რომ მაგის მერე 10 წუთში მაგას გახსნა რაც თველი თამაში ვერ გააკეთა ძალიან რთულია მე უკვე. იმიტომ რომ ისიც იმაზე გეთამაშება ფაქტობრივად აქეთ არც იხედებოდნენ კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ უკვე და შენარჩუნებაზე და ის მეკარე მაგარი ხარ. ოზინია მაგარი კაცია 40 წლისაა და რა პოპულარობა მოიპოვა მე 8 მილიონი გამომწერი ყავს უკვე ინსტაგრამზე იმ თამაშის მერე ძალიან მაგარი ტიპია. ხო რა, ანუ ესპანეთი რა თქმა უნდა ყველა მეც მოველოდებით ამ ჩემპიონატზე და ზოგადად ყოველთვის როცა ესპანეთი გამოჩნდება, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ ნუ როგორც შენ აღნიშნე, კაპე-ვერდეს თამაში ძალიან ესეთი დაცვითი და ჩამეძრები იყვნენ და მაგ წინა გადაცემაში რო ვახსენებდი გუნდებს, ეგეთი თამაში ითამაშეს ზუსტად როგორც მე არ მევასწრე. და ჩემი აზრით ერთ ვიდეოში შეიცავს რა თქვა რომ ეგეთი გუნდები არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას აფუჭებს სოფლიოსზე. აქვს ნათქვამი აღიარე. ბიჭო, ეგეთი გუნდები არ უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ მე თამაშის ეგ სტილი αφუჭებს თუ არ მეთქვა. ბიჭო, აფუჭებს, ეგეთი აფუჭებს ზუსტად აბა ეხა ისა ინგლისი და ის ხო ვერ მაგაში არ გეთახო. რა არა, მე ეს. ნახე. არა. შენ გონია, რომ ფეხბურთის ეგ სტილი არ უნდა არსებობდეს. ეგ ხო, ანუ ეგ სტილი არ არსებობს. შეიძლება ატლეტიკო ზოგადად არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ არ თამაშობს ამას ვარ. რა თქმა უნდა, ითამაშოს სხვა ჩემპიონატი. და აქ მარტო შემტევი გუნდები შევარჩიოთ ცალკე მაგათ ბიჭო მომიზარ სოფლიო ჩემპიონატი იმით გამოირჩევა რომ სიტყვაზე 38 გუნდი რო არის ის 38 გუნდი არის the best green team და სოფლიო ჩემპიონატს ეს უხდება საუკეთესო ბრძოლების საუკეთესო ხახი საუკეთესო თამაშები green team-ი რა dream team და გს ვარჩო green team-ო და green team-ი ვთქვი ხო რა green team-ი რა შუაში მწვანე გუნდი. მწვანე. ანუ მწვანე რო ყველაფერზე წამსვლელები არიან რა. რა კაპო-ვერდე არის ყველაფერზე. კაპე-ვერდე რო არ არის წამსვლელი მაგიტო ვიძახი. აუ ბიჭო. დღეს რა გჭირს? დღეს რა გჭირს? თქვენ რა გჭირთ ბიჭო მოსმენა არის ი? green team-ი მარტო dream team-ი გამიგა green team-ი არის. dream team-ი არის ოცნების გუნდი რო არის. green team-ი არის რომ აი უწინარი ხევენ და მიდიან ბრძოლობენ ბოლომდე. უწინარი ხევენ თუ უკან ბიჭო რა გჭირს დღეს მაგარი ეჭველი. ბიჭო green რა არის? მწვანე. რო აინთება შუქრიშაზე მწვანე რა შვები? ჩერდები? უკან მოდიხარ? თუ წინ მიდიხარ? შუაშია ეგ რა შუაში. ბიჭო იმ შუაშია რაღაც ანუ სიმბოლურად შევადარე იმას რომ აი ეს რა ქვია ესპანეთი, ინგლისი, აი ეს მაგარი გუნდები რო არიან და ერთმანეთს რო ეხდებიან ერთმანეთს. არის დაუნდობელი ჯახი, მიდის ბოლომდე ბრძოლა. ახლა კაბო-ვერდესთან ეგ ვერ იქნება. ხო და მაგიტომ რა უნდა კაბო-ვერდეს კუარასაოს და იმებს რა უნდა სოფლიო. ანუ ახლა მე რასაც ვეძახდი წინა პოდკასტში იმას ახლა რაზეც მეკაბათება და ახლა თვითონ მივტკიცებს აკე. კაგია. მომისმე კუარასაო კაბო-ვერდეზე უკეთი თამაშა მაინც. რა ითამაშა შვიდიტერთზე. ბიჭო დააგო ხო მაგრამ ეხა ეს კარში ჩარგება აწრი აღარ ქონდა. გაუშვეს ჩამდგარა იმას რო გაეშვა ისიც ამოვიდოდა წავე. ვერა. იგი ამოვიდოდა. 7 გოლს არ გაუშვებდა ყოველ შემთხვევაში. კაპო-ვერდემ გოლი გაუშვა? კაპე-ვერდემ არ გაუშვა მაგრამ ესპანეთმა კურასაომ რამდენი გაუშვა? შენ რა გონია ხა ნეტავ რა აი მერთო რა აი ესპანეთში შეახვედრე გერმანიას. აი ნახოთ ვინ მოუგებს. აი ნახოთ. ხოშვიდით ერთი მოუგო კურასაოს. ხოშვიდით ერთი მოუგო კურასაოს. შეხვდეს ერთი ესპანეთი გერმანიას. ხო მე. ვინ ვის ატკენს დაგანა. ბიჭო მაგი რა შუაში ანუ კაბო-ვერდე თამაშობს რაც შეუძლია იმას.
და ეს არა კაფე ვერდესთან შეაძგონა ესპანეთმა რაც ითამაშა ეგ არის? მე არ მგონია. მეტი არ არის ესპანეთი? ვინ თქვა ეგ არისო, პირი მაგას ვიძახე. არ თამაშობდნენ ტიპები პირველ ტაიმში განსაკუთრებით, არ თამაშობდნენ იმით. ხო და რო არ თამაშობენ, მე მაგაზე ისვენებდნენ. ვალაპარაკო. ვარჯიში. კაბო ვერდეს ბრალი არა, ეს რო არ თამაშობდა. ხო და ვარჯიშობდნენ იმენა ტიპები, ხო. ხო და რასერჩი მე კაბო ვერდეს. არაფერს ავარჯიშოთ კაი ეკავს. როგორ შეკუა 60 ჩაციკლული ეგრევა კაფე ვერდეზე. თუ თამაშები არ მევასება სოფლიო. შენ არ გევასება დაცვითი გუნდები ზოგადად. დაცვითი გუნდის გააჩნია ხა მოურინიოს დაცვითი გუნდი კიდე მომწონს ვიდრე ესე. მოურინიოს აწყობილი გუნდი ხო ეხლა უხელის თამაშობს ეგრე მომენტში თამაშობდა ეხლა იმაგაზე ვიდრე უხელის გუნდი მე არ მომწონდა სანახაობრივად არა ეხლა ინგლისმა რაც ითამაშა ინგლისი სხვა ვაფშე არ უთამაშია დაცვა დაცვა გადავალთ მე გადავალთ მაგრამ მანდაც რაღაც მომენტში ჩაჯდა რაღაც მომენტში შეტევა ანუ სულ ისინი იყო ცვალებადი იყო ინგლისი მაგრამ ესპანეთზე რო გავაგზავნე ესპანეთზე იმას ვიტყვი ნუ ერთ-ერთი ფრე დამთავრდა თამაში 0-0 თორე ფრე ბევრი დამთავრდა 0-0 სადაც გოლები არ გავიდა ერთი თამაში ეგეც ცხონა ყოფილიყო ხო და აღა ეს იყო ინელოდა ერთი ესპანეთი უბრალოდ ერთი ის მაინტერესებს აი ეს რომ მეუბნება რომ აი პოსტა გერმანია ესპანეთი შეხვდეს რა შეხო ევროპა ევროზე ხო შეხო მე თამაში კაი იყო ვინატკინა თან თავისუფლად მოუგეს ისე მანდის არის რომ საკამათო ეპიზოდები არის აი რა საკამათო არ დაიწყო მოიცა ხელი არ იყო რა ხელი იყო ეგრე ხელი არ იყო ბარსელონა იმაში ჩელსი ხელი არ იყო მოიცა ეხა ეტყუს ვერ გადავხარში რა სამბობ რო ესპანეთმა აჯობა გერმანიას ხო კი ყველა საფეხბურთო კუკურელიას ხელი რო ქონდა აქედან ბათუმის საფისაზღვრამდე ხელი გამოყოფიდა რო წაძვრა ხელი აქ პენალი არ გამაგას მარტო ხელი არ იყო შენ ფეხბურთზე აღარ მელაპარაკო უნდა შენ არ ხო რო ფეხბურთი ვიციო პოლემიკაში ჩემთან აღარ შემოხვიდე რაღაცა მომენტი გეშლება რა მომენტში ხვდება ბურთი მაგ ყველაფერზე რატო არ ფიქრობ დღესდღეობით ბურთი კარისკენ მიდიოდა თუ არა რა ჩუნდა პენალტი არ ინიშნება ყველა პენზა ხელზე მოხვედრაზე აღარ ბურთი კარისკენ გაჩედი ბურთი კარისკენ მიდიოდა ბურთი კარისკენ წავიდა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ თამაში ესპანეთს ბურთი კარისკენ წავიდა გეკითხები ყველანაირად დაჯობა დაცვითი გინდა შემტევითი გინდა გეკითხები ბურთი კარისკენ მიდიოდა არ მახსოვს ნახე რახან მაგ თამაშზე მიდგას აქ ისიც არ მახსოვს ხელზე რო ხდება კუკურელიას ეგეთი მომენტი ფეხბურთში ძალიან ბევრი ხდება და კიდევ მოხდება მაგრამ ნაკლებად კაი მოდი ერთ მომენტს გავიხსენებ ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგის ხო მე მეორე პენალი რო დაიდო არა პენალი რო დაიდო ბაიერნის კარში მე გახსოვს კიდე PSG-ს კარში აი გვერდიდან რო შემოიძა ხელზე რომ მოხდა ეგ პენალი იყო ბიჭო მომისმინე მაგაზე გეტყვი მაგაზე მაგ პასუხი გერმანია ესპანეთზე არ გაქვს პასუხი მაგ არ მახსოვს და მაგიტო გეუბნება ანუ რა მდგომარეობაში ხდება ბურთი ეგ არ მახსოვს ხელი ქონდა თქო ვიზია გაყობი ესია ხედა ხტო ბურთი ხელზე ეხა ესე მეც გავაკეთებ არა იქ როგორ იყო ზუსტად ეხა მახსოვს ის მომენტი როგორ იყო ზუსტად არ გამაგიჟო ხა ეგ მომენტი კაი არ მახსოვს შევეშვათ კაცო მაგ მომენტს მან თამაში ერთადერთ შენ რაც შეგეძლო არგუმენტები გქო კროსი იყო აშკარად გასაგდები იქ პირველ ტაიმში ერთადერთი ეგ არგუმენტი მე იყო 100%-იანი პენალტი გერმანია ისო და იმას მიიტყვით რა ზა მე არ ვამბობ მაგას მაგრამ просто როცა შენ ყველაფერზე აპელირებ და როცა გაწყობს ის პენალტი იყო ეს იყო ამაგას არ არის სადაო სიტუაციებია და მაგიტო დავობთ ეხა მომისმინე შენ წესებში შევა გიწერია რომ ბურთი ხელზე ესე თუ ხდება და ესე პენალი არ არის მაგრამ სადაც შეუძლია მაინც დანიშნოს იმიტომ რომ დანიშნოს ვერავინ გააკრიტიკებს სადაც ვერაფერს ვერ უტყვიან იმიტომ რომ მისი კომპეტენციაა აი კაკრას ეგ მინდოდა რო გეთქვა ზოგი მსახიობი ეხლა მაშინ ზოგი პენალი ვაფშე არ იყო დასანიშნავი მაინც ინიშნება კაკრას შენ თვითონ მიხვედი პასუხამდე უნდა მისიყო საჯი ედგა წი და უყურებს კუკურელიას უყურებს რატო არ დადო პენალი მითუმ ესე კი ხედავს ხო რატო არ ესევე ხედავს პირდაპირ ხედავს როგორ ხდება ბურთი და არ ნიშნავს მაგ რატო არ დადო მე რატო მე გეკითხე რატო არ დადო გამაზული ქონდა რა ესპანეთის მოგება მითქვე აბა ბიჭო ასე იგი თუ იქვე იყო მithumetes ლოგიკურად რომ იმიჯელო თუ იქვე იყო მართალი ყოფილა მართალი იყო ესე იგი რო არ დადო რატო არ დადო მაშინ ბიჭო ამიხსენით ერთი არგუმენტი ხელი მოძრა რატო არ დადო მაშინ ერთი არგუმენტი მითხარი რომ დავიჯერო ბიჭო ეგ რო ვიცოდე შენ რატო არ დადო ბიჭო ანუ თქვენ რა გონია თქვენი აზრი მინდა რა გავიგე რატო არ დაიდო პენალტი მაშინ თუ ხელზე ჩემი აზრით შეცდა რო არ დადო
იქვე თუ იყო და ხედავს ოტვარდადო მაშინ იქიდან გაუტრაკებდნენ. ეგ კითხვა დავსვი რომ გაუტრაკებდნენ მაშინ მაგაზე მაგრამ. ბიჭო, იმის მერე ამ საჯეს ვაფშე თუ მოკვეთეს ტურნირიდან არც ვიცი. არა, იმ საჯა მაგის მერე კიდე ეს ორი საჯა. არა ეგ ის რამდენიმე მოკვეთილია. ზოგს მერე მოკვეთავენ ვითომ იმას რამე შველოდეს. ეგ მაგარი იციან, კიდე საჭს რომ მოკვეთავენ, რამე სასწავლო შეცდომას დაუშვებს და მერე მოკვეთავენ საჭს იმ გუნდისთვის აღარ შეღავათ ის გუნდი გაიწინა და. აი უყურე ეხლა რა ხდება, ორი ვარიანტი მაქვს მე მაგ. სიტყვაზე ეხლა თუ საჯი შეცდა აქ შემთხვევაში ვარის ოთახიდან რატო არ მიაწოდეს ინფორმაცია ხელზე მოხვდაო მაგას ამბობ? ვარმა გადაამოწმა ეგ მომენტი. მე კაცო მაგ მომენტზე არ არსებობს ბიჭო, შეთანხმებული უყურე, 24-ში მოხდა. 24-ში ხდება ეგ ამბავი, როცა ყველაფერი გაქვს. ტექნიკურად ყველაფერი გაქვს, საჯი იქვე დგას, ყველაფერი ჩანს ნათლად. არის თუ არა ეს დასანიშნი პენალტი და მაინც არ და და არდებს. ხო. ესე იგი არ იყო. არ არის ეგრე რა. ეგრე ბიჭო, ეგეთ იავნის შეცდომა ვერ დაგემართება პროსტა რა. რამდენი შეცდომა? მაშინ შენ კარიერას შეცდომა არსებობს ვარის ეპოქაშიც, კაცო, არ უნდა მაგას. შენ კარიერას უსო ხაზს მაგით. ფეხებზე გავკიდი ახლა იმის კარიერა მე. გადაუშვა ხაზი იმ საჯზე პირველი ეგ გაგვახსენდება სულ რომ ეგ შეცდომა დაუშვა. აუ ბიჭო, შეცდომას მომისმინე პენალტებზე დაწერილი წესები რაც არის, ნებისმიერ საჯს შეუძლია თავისებურად შეცვალოს. ისე რომ ვერაფერს ფეხებს ვერ მოსჭა. არის მომენტები, როცა შეუძლია დისკვალიფიკაცია მიაწვიონ საჯებს. მომისმინე მაგ თამაშზე. აღარ ამსაჯებს. ყველა ვლაპარაკობთ ახამდე სამ თამაშზე. ეგ თამაში იყო, ორხრივი იყო შეცდომები. კროსი იყო, აქეთ ხარეს გასაგდები, პროსტა მაგით თუ გააყავთ. შეცდომები ძალიან ბევრი ხდებოდა ფეხბურთში ყოველთვის და მოხდება. მაშინ მაგ ლოგიკით. ხო და ახლა ვარის ეპოქაში ეგეთი შეცდომები რო არ მომხდარიყო? ვარის ეპოქაში შეცდომები რო არ ყოფილიყო, მაგიტო იყო ის. შეხედე. აი აქ ერთადერთი ახსნა თუ რამე აქ თუ ხდება ჯერ მუხზე, მაგით თუ ახსნის. დააგვირდი? ჯერ ხო არ ხდება? ხდება. ვინა, აქ ხდება. მუხზე ხდება, ხელში ხდება. მაშინ მეც არ დავდები. პორტუგალიაზე გავაგრძელებ. პორტუგალიაზე რა უნდა თქვა რა, პორტუგალია მითამაშა ძიმე თამაში, როგორც ჩვევიათ, არ არის ეს გუნდს ასკარად ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს, ისეთი ფეხბურთელები არიან და ისეთი სახელები არის ამ გუნდში. და ის რონალდო აი 41 წლის რონალდო პრობლემა გუნდში და აფუჭებს სიტუაციას და რაღაცა ეს საასისულელია და ამას ვინც იძახის მე ვერაზოს ვერ დავიდახები ამას და გვერდში ვერ დაუდგები ასეთი რაღაცას თქმისთვის. იმიტომ რომ რონალდოს რო თავი დავანებოთ, მოდი რონალდო არ იყოს დაუშვათ და გუნდი თამაშობს ასეთ ფეხბურთს, რაც გააკეთა კონგოსთან. მაგრამ ისე თამაშობ რომ შეიძლება აქეთ წაგეგო ძიმე თამაში პასები ვერ აქვს. კარში დარტყმები არ ქონდათ, ბიჭო, მე გადავები თქვენ. კარში ვერ არტყავდნენ. რომელ რონალდოზია ლაპარაკი. რონალდო თავის დროზე პრაიმში რო იყო და ნაკრებში რო თამაშობდა და გუნდს ათრევდა, ბევრად უკეთესი მომენტებს ქმნიდა მაინც. და რა მომენტი შექმნეს? ვიტინიამ რა გააკეთა? რა გააკეთა ფერნანდესმა? რა პორტუგალიაზე ვიტყვი ახლა რაღაცას. ჯერ წვრთნელია, რა ვიცი, ძალიან ცუდი. ჯერ შენ კითხვი წინა პოდკასტში ადრე რომ ახლა რონალდოზე არ წავიდეს საუბარიო, ეს მუცხელს უშლის, მაგრამ გინდა არ გინდა პირველი თამაშის მერე. მაინც ეგ საუბარი წავიდა, ეგრევე წავიდა. არა ხო. ეგ საუბარი. მაგრამ რონალდო პრინციპში ყველაზე კარგად მაშინ თამაშობს ხოლმე, როცა წლებში აქცევენ და წესით ახლაც ეგრე იზამს და გაცემს მაგას პასუხს. თავისი თამაშით. მაგრამ თავი რო დავანებოთ ამას, რონალდოს ფაქტორის ერთი წუთი გვერდზე რო გადავდოთ, ერთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა სავით, რომელზეც წინა იმაში მინდოდა თქვა და დამავიწყდა. პორტუგალიას პრობლემა არ შეუქმნას იმან, რომ ფეხბურთელები გადაიღალენ. რა და რას გულისხმობ? მაგალითად, ვიტინია, მენდეში და ჟუაუნოვეში წინა ზაფხულსაც თამაშობდნენ. მე არ შეუსწონიათ ამ ხელა სეზონი ითამაშეს თავის ლიგის ფინალიანად და ახლა აგერ გამოდიან და ჩემპიონთა ლიგაზე. ხო და ხო არ იმოქმედებს ეს მაგათ ფორმაზე. ხო არ კი არა წესით შეიძლება იმოქმედოს უარყოფითს. შეიძლება ძალებს ზოგავენ და ახლა თავიდანვე არ თამაშობენ ისე. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფეხბურთელებზე იყო ძალიან დიდი დატვირთვა. ახლა ბრუნო ფერნანდეში მაგალითად 40 მატჩი ქონდა სეზონში და ვერ იტყვი რომ ეს ყველაზე დაღლილი ტიპია მაგ გუნდში, მაგრამ დანარჩენებმა ძალიან ბევრი ითამაშეს. შეიძლება ამან იმუშაოს პორტუგალიაზე ძალიან ცუდად, იმიტომ რომ თუ ნახევარმცველებმა და რეალურად მენდეშმა ვერ ითამაშა თავის თამაში, ეს სერიოზული დანაკლისი იქნება პორტუგალიისთვის და მარტო რონალდოზე ტვირთის აკიდებას მე არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა.
კი რონალდოს წილიც იქნება, რონალდო გულში რასაც თამაშობდა, რეალურად მაგას ველოდი მე, რომ რონალდო იქნება ტიპიური ცხრიანი, საჯარიმოში დაელოდება, თამაში უნდა გააკეთოს ნახევარდაცვა, იქ ფლანგებიდან უნდა იყოს მუდმივი ჩაწოდებები და რონალდოს პლუსები რაცა იქ დასწრებაზე თამაში, თავით თამაში, ფინიშინგი რასაც ქვია, მაგას რონალდო შეასრულებს თუ შეუქმნი რამდენიმე მომენტს და ეგ მომენტი ვერ შეუქმნა გუნდმა. ან არ არა ხა ძალით აკეთებდნენ, რომ არ ვიცი. ძალით თუ აკეთებდნენ, რა მიზანი აქვს მაშინ, რომ გავარდნენ პროსტა არა, უბრალოდ მან აი ეს ირთვება ის, რომ აი თვითონ გუნდში შეიძლება იყოს. ხო და მაშინ ხელი შემცველი ფაქტორი ყოფილა რონალდოს ყოფნა. და მოდი სხვას მივცემ პას. სხვას ვის მიცემ ეგ ეს მაინც გამტანი ვერ არის უკვე ესეთი მაშინ. ანუ მაშინ შენ ამბობ რომ ხელს უშლის რონალდოს ყოფნას საქმეს მაშინ. ანუ მე ვიძახი თვითონ გუნდში. ხო და ანუ აფუჭებს საქმეს და აჩვენები რომ აჩვენებს თურქნელს რომ გაუშვა. ხო და მაგას თუ მსოფლიო ჩემპიონატზე აკეთებენ, ეგ არც გუნდად ვარგებულა. არც რონალდო უნდა გაჩერდეს მან და ვაფშე დასაშლელი ყოფილა ეგ გუნდი. მსოფლიოზე მაგის საჩვენებლად თუ გამოვიდნენ რომ რონალდო არ ვარგაო და მოდი პასებს არ მივცემ, მე არ ვჯერა მაგის. უბრალოდ არ წაუვიდა თამაში რა. თუ არ წაუვიდა, არ ითამაშეს, ვერ ითამაშეს, არ ვიცი. შეიძლება ძალებს ზოგავენ, ნახე. შეიძლება ძალებსაც ზოგავენ, შეიძლება რაღაც. იმიტომ ეს არის გრძელი ტურნირი და ახლა პირველივე ტურში თუ წინა იმაზე ვთქვით ჩვენ პოდკასტზე რომ პირველივე ტურში თქვენი გუნდი თავს არ მოიკლავს მაინც ჩამოწერთ ამის გამო, იმიტომ რომ ძალების გადანაწილება 7 მატჩი აქვს კიდე სათამაშო და გრძელი ტურნირია. ერთთვიანზე მეტია უკვე, ადრე ერთთვიანი იყო, ახლა თვეზე მეტი გრძელდება, თვე და 10 დღე გრძელდება ეს ტურნირი. თუ პირველივე თამაში ესპანეთსა და პორტუგალიამ თავი არ გაიგიჟეს. მე ვერ მოუმატებს. ხო. მომატების რესურსი ორივეს ექნება. არა, მომატებით აუცილებლად დასჭირდება. ეს ფეხბურთი თუ ითამაშა ახლა პორტუგალიამ, შეიძლება ამ ფეხბურთითაც გაჩემპიონდეს, ზოგადად გუნდი კაც. შეიძლება ასე ითამაშოს და რაღაცა მიეწყოს ისე რომ გაჩემპიონდეს, მაგრამ ამ ფეხბურთით ვერ გაჩემპიონდება წესი. იმედია. არა, მაგ სერიოზული ხა კონგომ რა გოლიც გაუტანა სიტყვაზე. სერიოზული პრობლემაც იყო. დაცვაში პრობლემები არის, მაგრამ რუბენდიაში დაბრუნდება ახცენტში და ცოტა მოაწესრიგა. პეპე რო იყოს ახალგაზრდა. მადაი შენ თქმის არ იყოს, თუთნელის პრობლემაც არის. თუთნელის პრობლემა არის, რობერტო მარტინესი. არ არის პორტუგალიის ამ დონის. თუ არ ვიცი კიდე იცი რა შევამჩნიე, თითქოს და თავდაჯერებულობაც აქვს. რომ ითამაშონ აი ეს ფეხბურთი, რაც შეუძლიათ რეალურად. თავდაჯერებულობა კი არაკლე კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯგუფურ ეტაპზე არავინ არ იკლავს თავს, ანუ ჯერჯერობით ეგრე ჩანს, ხა ეს თუნდაც ესპანეთის თამაში ვაგებოთ, ხო? პირველ ეგრევე გესოსთვის არ იყოს პირველივე ტურში და პირველივე თამაში ამათ მაგ კლანჭები გამოაჩინეს და პირდაპირ ეს წელს იმას მე ენერგიის აღდგენა გინდა და მე გინდა არ გინდა უკვე სუდათ მოქმედებს, რომ გადაიღლება გუნდი და ჯვარი წელეთ შეიძლება მართლა ეგეთ გუნდთან გამოვარდნენ და არ უღირთ მაგას არ ვიცით, ტექნიკურად მაინც უნდა აჯობო. განა შეიძლება გოლი ვერ გაუტანო. მაგრამ კლასი დანახო რაღაც. ჩვენ არ ვიცით რომელი გუნდი რა გეგმით გამონახავს ეს პორტუგალიის თამაში. ჩვენ არ ვიცით რომელი გუნდი როგორ გეგმავს კონკრეტულ მატჩს და ზოგადად რა გეგმით არის ამ ტურნირზე წასული. ვიღაცა შეიძლება არის ტურნირზე გასული იმდენით რომ პირველი ტურიდან ბოლომდე უნდა დავანგრიო ყველა ეგეთი განწყობით და ვიღაცა არა მოდი ძალიან არა ვიღაცები არიან ეგრეც. მე იმ გუნდის დედავატირე, რომელიც სოფლიოს მუნდიალზე გადიხარ და თუნდაც ფრეზე თამაშობს. არ ვიცი. არ მგონია რომ ამით გადიოდეს. ნახე რა განწყობით გამოდის. იმას კი არ ეძახის, ახლა ამასთან ფრე უნდა ვითამაშო, ეგრე არ გეგმავს თამაშებს. გეგმავს რომ ამასთან თელ ძალებს არ დავხარჯო. მაგრამ თელ ძალა კი ნახევარიც არ დაუხარჯო. ხო და არ დაუხარჯობს, მაგას ვიტყვი, იმიტომ რომ ტურნირი აქვს სათამაშო დაცო. მოიცა 6-ით 1 რომ მოუგეს წინა მსოფლიოზე კოსტა-რიკას 10-ით დაიჭირა ესპანეთმა მე იმ მსოფლიოზე. მაროკომ გააგდო პირველ სერიოზულ მომენტში. ესპანეთი ახლა კი გამოაგდო კი, მაგრამ მანდაც როგორი თამაში იყო მე, მაგრამ დათმო რამე პორტუგალია იმსა ესპანეთმა დათმო მაროკოს. მე როარ დათმო არ გაუმართლა და ხო და მასე არ გაუმართლებს ახლაც მე თუ აქ დახარჯა ყველა ძალა. პორტუგალიაზე ვერ იტყვი რომ არ გაუმართლა. პორტუგალიას? ხო. პორტუგალიას არ ქონია თამაში კაცო მიზახის გაითამაშა. ხო და ნახავ და შემდეგ თამაში გამოჩნდება ეგ ასე არგენტინას საერთოდ წაგებით და იწევს. თან საკმაოდ ფული მეტოქეა, კოდიუარი. კონგო. არა. კოდიუარი შემდეგი არგენტინა, კოლუმბია, ჩვენ ვიცით ეგეც რომ არგენტინა, იტალია, საფრანგეთი ჯგუფიდან ყოველთვის ესე მიდის. შეჩვეულები ვართ.
მაგრამ არ ვარ ჩეჩვეული პორტუგალიისგან. პორტუგალია საერთოდ არ იყო აქამდე გრანდი რონალდუმდე. არა, როგორ არ იყო ეხა რონალდუმდე რა ფიგურის დროს და იმის დროს როგორ არ იყო პორტუგალია იყო მაინც. გრანდი არის. როგორ არ იყო გრანდი არასდროს არ დროს და იმის დროს. ეუსებიოს დროს იყო ერთხელ და გავიდნენ მესამე ადგილზე. და მე გრანდი რომ ყოველთვის პორტუგალია, მაინც პორტუგალია იყო ყოველთვის გადა. გრანდი არ ყოფილა ახლა. გრანდს რა შეძახი თქვენ? აი არ ბრაზილია და არგენტინა კაცი რომ ვარსკვლავი ყავს. გეტყვი კაცო, ბრაზილია და არგენტინა რო ეგეთი და გერმანია სიტყვაზე და იტალია ეგეთი გრანდი, პორტუგალია არ ყოფილა. იყო მაშინ მომენტი, როცა არგენტინას სასტავი არ ყავდა ისეთი და რა გრანდი ერქვა მაინც. ხო და პორტუგალია არ ყოფილა გრანდებში კაცო მას. დროს გამოჩევნამდე პორტუგალია არ იყო ეგეთი მონსტრი. პორტუგალია რონალდუს დროს იყო უკვე მონსტრი. მოსტო მაშინაც მიზანს ვერ აღწევდა პორტუგალია თავის აცვლა გაიკეთა. კაი გუნდი იყო ფიგურის დროს, თუნდაც ფიგურს სანამ იყო მარტო ფიგუ, მაგრამ გრანდი რონალდუს დროს გახდა პორტუგალია. კარგი ფეხბურთს ყოველთვის თამაშობდა. კარგი სხვა არის კარგი ფეხბურთი. გრანდი არ მაინტერესებს, მაგრამ მკიდია გრანდი და სიტყვა გრანდი, იმიტომ რომ მე თუ ფეხბურთი არ მომწონს ერქვას გრანდი. მაშინ იტალია არ ყოფილა ფხატ სიტყვაზე თუ არ მოგწონს მაგის ფეხბურთი გრანდი არ ყოფილა. იტალია რა ეხა 6-ში სულად ითამაშა? არა სიტყვაზე ვიძახი. ზოგჯერ ისეთი ფეხბურთით მოუგია, ბევრს არ მოწონდა ეს ფეხბურთი. მაგას ეგ პრაგმატული ფეხბურთი. 2006 წლის პორტუგალია შეთვის კაი გუნდი იყო, რომელი 2006-ში ევრო რომ მოიგო ის პორტუგალია კაი გუნდი იყო თუ მიესალმები თუ არა? მიესალმები. აბა რანაირი ფეხბურთი არ მოწონს გამაგებია. მიესალმები. ყველაფერი მომწონს რა გინდა ვე. აბა რა გინდა? პორტუგალია მომწონს ყველაფერში რა გინდა. ანუ პროსტა პორტუგალია ერქვას. წელს არის, წელს მომისმინა იმხელა წნეხი აქ ამ გუნდს. ევრო რო ითამაშა პორტუგალია ასეთ ფეხბურთით მოიგო ევრო. ეხა თქვენსკენ გადმოვიდივარ. პორტუგალიას ეხა რო კომანდა ყავს, ეგეთი არ ყოლია არა. მე კაი გამარჯობა შენი მე. გადმოვიდი თქვენს მხარეს, მაგრამ უყურე რა ხდება ასეთი კომანდა ყავს და ეხლა ძიმე თამაშობს. ესე ძიმე და მაშინ არ თამაშობდა. როცა როგორც თქვენ არ გრანდს არ უწოდებთ პორტუგალიას. მაგაში გეთახაზე 2004-მდე უფრო ლამაზ ფეხბურთს ამაშობდა, მაგრამ შედეგი არ ქონდა იმას, არაფერი. ხო და მაგას ვიზახი. ხო და ახლა იქნებ ძიმე ფეხბურთით აღწევ შედეგს შენ რა იცი. ნახე, მე არ მგონია ამჯერად. აი მეოთხედფინალამდე გავიდეს. ხო, ამას მოუმატე. კაი და როგორი ფეხბურთით გახდა ევროპის ჩემპიონი პორტუგალია 2006-ში? ესე ძიმე და არ თამაშობდა. თამაშობდა. ძირითად დროში თამაში ამოგია უელსისგან და გავიდა. რაღაცა პენლებში და წვალებით გაჯახირდა კაი გაჩერდა უნგრეთთან ფრე მესიც ისა უნგრეთთან 4-3 მორჩა ერთი წამი არგენტინის 2022-ის რომელიმე თამაშს თუნდაც პლეიოფში ადრე იმ პორტუგალიას 2020-ში არა პენალტებით გავიდა მასე თუა ბიჭო მე ფეხბურთზე გელაპარაკები რა თამაშა კაცო ინგლისის ამდენჯერ გავიდა პენალტებით დაუმსახურებლად იყო იგიძახის კაცო რა ყველა წა ვაი კუტალია რომ დაიმსახურა მოგება კაია ხა იგივე თემაზე გადადიან მეგობრებო მე რომ ასმოს დიდი გადადივიდი რონალდო რო მოიგო რა შექია ბიჭო ვაფშე სხვა რაღაცას გელაპარაკები და სხვა რაღაცას პასუხობ აშუაშია დაუმსახურებელი ვინახსენა მოკეთკაც მიდიოდა ლაპარაკი არ მიდიოდა არ მაცდი ლაპარაკი მოკეთკაც მივიდა სიმო ლაპარაკი რა იგე შენ რაღაცა სადა გიდა იქ მიყავს და მე აკარაკე და კერავ გამეკიდა თეკები ვარ თემო მოკეთს მაგრამ არ კიდე პრობლემა არ შეუქმნას მაგრამ ამდენ ფეხბურთელი ყავს დაღლილი თორე სამფრი აი ეს დაღალო და ეს უნდა ბატკმები და მაინდა თუ მართლა იმას ამბობ რომ პორტუგალია 2016-ში პრაგმატული ფეხბურთით არ გახდა ევროპის ჩემპიონი საზიზღარი ფეხბურთი ხო მაგას ვიძახი პრაგმატულად გახდა მაგრამ ის რომ ეხლა მძიმე თამაშობენ ეგრე მძიმედ არ თამაშობენ უარესად თამაშობენ კინაღამ მესამე ადგილით გავიდა ტიპები ჯგუფიდან აბა მაგას ცდილობენ ეხლა გუნდი არ გამაგიჟოთ ეხლა მაშინ ესეთი კომანდა არ ყავდა ცდილობენ თქო არ გეუბნები მაგას ვინ ვაში იგივე იყო არ იყო იგივე ხო და მაგაშია საქმე რა როცა დაშლა უარესია ეს იმევროსაც ვერ მოიგებდა მარტინეს იმევროსაც ვერ დაადებინებდა იწნევა მაგ 400 არის აუ კაი ეს პირველი ტური იყო და ესე ვერ გავიგებთ რა აუ გამარჯობა მაგას ნახოთ მე მაინც გონია რომ პორტუგალია ესე განაგრძობს მე არ გიხარდა და რაჩიცას დაიჭერა ნუ თუ გააგრძელებენ მაშინ კონგომ რო გაუტანა მაგრად გამისწორდა მე კონგომ რო გავუტანა კი არა ესპანეთსაც აჟე ესპანეთს ბოლოს ის რო წამოვიდა კონჩეტევაზე ერთადერთი კონჩეტევა ქონდა თამაში მინდორე გაეტანათ ესპანეთისთვის მეც გამისწორდებოდა მე კონგოსკენ მიყავ გადავიდეთ ახლა სხვა გუნდებზე საფრანგეთი ვნახეთ საფრანგეთის თამაში ვნახეთ რომელიც ეგ იყო ორი სხვადასხვანაირი ტაიმი ვნახეთ აი გუნდს რომელსაც ეთყობოდა რომ პირველ ტაიმში საფრანგეთმა ითამაშა ეკონომიკურ ფეხბურთს ეძახი მე მაგას თა ძალები დაზოგეს აი მეორე ტაიმში გამოვიდა გუნდი და აჩვენა რეალურად რა ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია ამ ტურნირზე თუ
მეორე ტაიმში საფრანგეთმა რა ფეხბურთს ითამაშა, ის ითამაშა, საფრანგეთის გაჩერება იქნება წარმოუდგენლად ვინ უნდა გააჩეროს ასეთი გუნდი. გრიზმანის ფუნქციებს ვინ აიღებს გუნდში თქო და ვიზახტით შერტი იქნება თქო, მაგრამ როგორც დავაკვირდით, ოლისეს გადააბარა დეშამმა. ჩოდნა უკან იწევდა და ეს გუნდი ვიზე იქნება აწყობილი თქო, კი ვიზახტი მე ბაპეზე იქნება თქო და ეჩვიც არ შემპარია და დემბელეზე არავინ არ აწყობდა მაგ გუნდს და ბაპე გამოვიდა და როგორ ჩვევია მსოფლიო ჩემპიონატებზე, როგორც თამაშობს, ისე თამაშობს. ბაპე არის მსოფლიო ჩემპიონატებზე გოუთი. ისე ის შევამჩნიე კიდე რომ აი არ ვიცი ხა ეს თეთრი ფორმა ასუქებს თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ დაკლებულია ზონაში. ვის? ბაპეს. თეთრი ფორმა სადაინახე. არა, რეალში ასუქებს თეთრი ფორმა. მე ვთქვი. ანუ იქ უფრო დიდი ჩანდა რა. ხო მაგას არ დავკვირობი ვარ, მაგრამ ეხლა პოვაში საკაიფო ვიძია. მე მაგალითად მქონდა განცდა რომ ფორმაში აშკარა. საფრანგეთის და ბაპეს თამაში რომ ნახე და აქეთ მესის თამაშსაც ვიტყვი, მაგრამ რომ ნახე აქეთ, მე მეგონა რომ ვიღაცამ ეს ტიპები დააპაუზა 2022-ის ფინალში და PlayStation-ში და ჩართო პირდაპირ იმ ფინალიდან გადმოვიდნენ ისიქით და ეს აქეთ. ბაპე კიდე ერთ მუნდიალს ითამაშებს. ბაპე ერთს კი არა, წესით მეტიც უნდა ითამაშოს და გამემარშია. წესით ბომბარდირის გახდება ყველა დროის საბოლოო ჯამში. 14-ია. უკვე გაასწრო მაგას. 14-ია. ახლა გაასწრო ფონტენს და თან გახდა საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი მუნდიალებზე 14 გოლი ფონტენს გაასწრო. არა, ეგ მესი. თან ჟირუს გაასწრო, ზოგადად გახდა ყველა დროის თან რა გოლი გაიტანა ის ბოლო საიდან რა დააჭედა პირდაპირ. აქეთ იმას სენეგალმა მაგარი გოლი გაიტანა და მეთქი დაიძაბება. ჯერ იბრაჰიმ ბაიემ გაიტანა ძალიან ლამაზი და ზუსტად რომ მეგონა ახლა დაიძაბება ბოლო წუთებით რომ ეგრევე მიიღო ბურთი და დააჭედა პირდაპირ. ხო, მე მაგ შემთხვევაში კი ბატონო, აი მან პირველ თამაში სპეციალურად გათვლილი იყო. დაწერილი ქონდათ. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა დააჯდნენ, ეგრევე გაუტანეს. მე უკვე სულებაზე ბარკოლა შემოვიდა, მე ბარკოლამაც გაიტანა. მოხდა კიდევ ერთი რა, პენალტის ამბავი, საეჭო დანიშნა. ჩემთვის იყო პენალტი. მაგრამ ვიღაცები შენას ფიქრობ იყო? იგივე მომენტში მით უმეტეს უკვე ბურთი შეგდებული აქვს და ფეხი ეხება თვითონ ბაპე ეხება, არ ვიცი, ძალიან საკამათო ეპიზოდი და 50 წუთი. ხო, ალბათ 50. ზოგი მსაჯი დანიშნავდა მაგაზე. ხო, მე უფრო 50 ვისაუბრეთ, ანუ მსაჯის გადაწყვეტილება უფრო შეიძლება დანიშნოს, შეუძლია არ დანიშნოს, მაგაზე არავინ არ გაამტყუნებს. თუ იავნი რაღაცა ეს შეცდომა არ დაუშვებს. ეხლა ჩელსი ბარსელონაზე დაწყეთ მიდი. მოიცა კაცო, გვაწყვეტი. დიდი და ხო და ანუ ჩემი აზრით მე ვიტყვი რომ არ იყო ეგ საფენალო, სამონტენალტო. რო დანიშნულიყო არ დავიწყებდი რომ აი რატო დანიშნე. მაგაზე არ მქნებოდა პრეტენზია. მე ველოდი რომ ნახეს ვარზე რომ ალბათ დანიშნავს. რო არ დანიშნა, თუმცა იმიტომ რომ ანუ ხო დაუძახეს იქ ვარზე გადაამშვით თუ გადაამოწმეო მიდის და ეურჯერ ნახულობს მაგ ეპიზოდს. ბევრჯერ ნახულობს და იცი რა მომენტი არის, ანუ ესე ხო არის და ბაპე რა ხო დიდდაბიელ კენგურუსავი და დარბის იმენა და რო ახდა ჩვენს მანერო შედის ანუ ოდნავ კი არის კონტაქტი, ოდნავ კონტაქტია, მაგრამ ანუ დავი კონტაქტი საკმარისია ეგეც და მანდისი თქვა რომ ანუ ინიციატორი იყო ბაპე. და მაგას არ ვეთანხმები. და ეგ ყველაფერზე თუ პენალტი დადა ეგრე საჯარიმოში ეგეთ ვარდნას რო აკეთებ, ისკავ პენალტი. ბიჭო, რატო იქნება და საჭირო ვარდნა? ბურთზე ვარდნა არ ყოფილა. როგორ ბურთს ვერ შეეხო თუ როგორ არის? არ ყოფილა ეგ ბურთზე წასული. მას გაიგო ცხენივით იმან და ახტა და რო ახტა აი ესე გაედო, აი ესე გაედო. რამე შეუდა გაედო. კონტაქტი. თვითონ წაიქცა მე. მაგაზე ინიციატორი რატო? აი მაგას ვერ ხვდები. ეგ გამოიტანეს. ანუ ბაპეს ეგ უნდა და მოდი გავიქცე მარკს და ვერდიქტი გამოვიდა ეგ. ხო და არ ვეთანხმები. მაგით არ ვეთანხმები. სწორი იყო გადაწყვეტილება, ბიჭო. საჯი იდგა აი ესე იყო იმ მონიტორსთან და ესე გაშალა და იმენა აი 10 ჯერ გადაახვია, გადმოახვია. აი მაგაზე ვერ შევხვდები დაკომენტარში. თემდღე რო ვიკამათო. ჩემთვის ეგ პენალტია. იმას ასწავლი. ჩემთვის ეგ პენალტია. იყო თუ არა. მოსდე ხა სხვა საჯი შევა დაი. ჩვენ ვერცებსაც ვერაფერს ვერ ვასწავლით, თქო, მაგლოგიკით ყველაფერი რასაც საჯი იყოს მართალი უნდა ვიზახოთ. რომ შეიძლება ვიღაცას დაენიშნა, ამან არ და მე დავნიშნავდი თქო. როცა რომ მექსიკის თამაში 3 წითელი რო ამოიღო, რატო ამოიღო? მე დავნიშნავდი, ვიღაცა არ დანიშნავდა. ეხლა გადავედით არგენტინაზე. ტურის საოცარ მატჩზე, რომელიც არგენტინა და კონკრეტულად მესიმ შემოგთავაზა. და ეგ შენი გამეორდები და ვიტყვი რომ ეს მართლაც გაყინული იყოს რაღაცა იმაში და ეგ გაელეღო და კი და იქ მე პოსტი მქონდა დაწერილი ამასთან დაკავშირებით რომ მესი ხო ბოლო ჩემპიონატია last dance ასე ვთქვათ მაგრამ მე სულაც ვერ ვამჩნევ რომ ეს ადამიანი წავსმელია ასე ვთქვათ იმიტომ რომ
ვინც ახლა პრაიმში არის, იმაზე ნაკლებ არ თამაშობს რა. ისევ იგივე ალღო, იგივე შეტევის უნარი, პასები, დარტყმა ხო საოცარი და 3 გოლი ჰეტრიკი შეიძლება პირველ თამაში ჰეტრიკი შეასრულა და აი კლოზეს მიუახლოვდა, გაუთანაბრდა. მესის რაოდენობით მუნდია. მესის რა უნდა თქვა ხა? დაფრინავს ახლა ხდება აუცილებლად ახლა 3 გოლი. დროებით. მე მგონი მბაპეს არ ამგადაასწრებს. იმიტომ რომ მბაპე ყველას გადაასწრებს მე ასე მგონია. ნახოთ. მბაპეს 14-ია. სხვათა შორის ხო მაგის მე მესი თქვა ჩემთვის რეკორდებს არ აქვს. ეხა პირველი თამაში იყო, მეორე თამაშიც უნდა გაიტანოს წესით. ავსტრიაც. ნორვეგია საფრანგეთს ყავს. ავსტრია და ეს ყავს. ავსტრიას თამაშას უყურე და არგენტინაზე ვიტყვი. არა, მაგაზე ხომ ავსტრია რახან არის, მაგითო ვიძახი რომ თუდად არ გამოგიყვება. არა, კაი გუნდია ავსტრია, კი მომეწონა. ხო და არგენტინასაც შეეხება, აი ერთ-ერთი რასაც ამ ჩემპიონატზე უნდა დათქმე და სიამოვნება მიიღოთ, თავისი ფანობიდან დაწყებული, ჯერ რა განწყობაა სტადიონზე და რეები ხდება, სიგიჟეები. არ ვიცი სტადიონს გარეთ ნახეთ თუ არა ფანებმა რო იჭუბეს ალჟირის და არგენტინის ძალიან მაგარი იყო. მაგაზე ის დაიწერა ხო. ძალიან მაგარი მომენტი იყო, ერთი ფანი არის როგორი ალჟირის და არგენტინის შევარდება პირდაპირ იმასა. ამდენ ალჟირებში და მიდის დაგადაგა. სტადიონზე რა განწყობა რა სიმღერებს ღერიან, როგორი ისინი აქვს. ყველაფერი არგენტინა რასაც აკეთებს არის ხელოვნური. მე გულისხმობ ახლა ფანებს, ჯერ გუნდზე არ გადავსულა. გუნდზე რო გადავიდეთ, გუნდი არის აი ეტყობათ რომ წნეხის გარეშე თამაშობენ, თავისი სიამოვნებისთვისაც და ყველაფერი რო უკვე მოგებული აქვს, ეგეთი გუნდია. მესიზე რა უნდა თქვა საერთოდ. მესი გენიოსია. ეგეთი დონე, არ ვიცი. 39 წლისაა ტიპი და ისე თამაშობს გეგონება 18 წლის ბიჭი იყოს. ხო და მაგას ამდენ დრიბლინგს, ამდენ რა ხედვა აქვს მოედნის რა საკეთებს. რო არ გაიყვანა კიდე გაიტანა. ხო, მე ეგ ერთადერთი გამიკვირდა, რო არ გაიყვანათ ისეთ ხოთზე იყო მე-4 და შეიძლება მე-5-ს გაეტანა. იქ რა კაი პასი გაუკეთა რა. ისე ვერ გაიტანა. ხო, რაც უნდა ვთქვა, ლაუტარო ისე არადამაჯერებელი იყო, ერთადერთი ერგარ მომეწონა და ალმადასაც არ ქონია გაითამაში. ბა, ენცოს ქონდა ძალიან კაი თამაში, დეპოლს ქონდა ძალიან კაი თამაში. მარტინესმა გოლის დროს რა პასი დააჯინა პირდაპირ მესის მეორე გოლის დროს. საიდან გამოწევს. ისე ეგ მეორე გოლი მეკარეს დაუდევრობის გამო. მე მგონია რომ პირველი გოლიც არ იყო აუღებელი ზოგადად და მეკარეს შეცდომით მესამე იყო აი მართლა მესის სტილის გოლი. მაგრამ პირველი იყო ულამაზესი. პირველი ისეთი დარტყმული იყო რომ ეგარა იყო მაგის აღება. მეორე გოლის დროს მაკალისტერმა რო დაარტყა იქ უფრო კიდე შეცდომა ზე შეიძლება ლაპარაკი მეკარეს. ხო და თან როგორ დაარტყა ამ მარჯვენათი რო არავინ ელოდა. მესი მემარცხენეა და წამის ვიასეთში იყო ალბათ შეუსრულა. წამის ვიასეთში. მან ერთადერთი საკამათო ეპიზოდი რაც იყო და რაზეც მიდის განხილვა, უნდა გაეგდოთ თუ არა მესი და მე აქ ვიტყვი ჩემას და მე თქვენ განაგრძეთ. მე ზოგადად მესი კი არა, ვინც არ უნდა იყოს ეგეთ ეპიზოდში, მე ასეთ ეპიზოდზე ყვითელი მგონია მაქსიმუმ. და ყვითელი უნდა მიეცათ 100%-იანია, ეგ რომ ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო მაგაზე ფეხბურთელმა. გაგდება ასეთ ეპიზოდზე. და არგუმენტად მოყავთ. უამრავი ეგეთი ეპიზოდის ფოტო დაიდო, მე რომ მსგავს ეპიზოდი მესის კი არავის არ აგდება. ვარის ეპოქაშიც. არის პირიქით რომ აგდებენ. არის პირიქით რომ უფრო ცოტაზე აგდებენ. ხო, მაგრამ მაგას ვეღარ გაიგებ უკვე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისა თვალებქაჩიამს საჯი. ხო, პიერლუიჯი კოლინაზე საუბრობს. პიერლუიჯი კოლინა არ ვიცი რა სეზამდა, მაგრამ მე მაგაზე ზოგადად მგონია რომ ფეხბურთში ჯერ ძალიან ბევრი წესიც არ მომწონს. მე წითელ ბარათზე ვიტყვი რომ მე მგონია რომ წითელი ბარათი უნდა გაიცემოდეს ძალიან რთულად რა. ასე ყველა იმაზე ჩამორიგება წითელი ბარათი. მე მარადონას ჰქონდა ერთი პერიოდი ინიციატივა, მაგრამ მაგას არავინ ითვალისწინებდა რომ მარადონას ჰქონდა ასეთი ინიციატივა რომ იყოს 5 წუთიანი წითლები და ეგეთი რომ რაღაცა დარღვევის მერე დროებით დარჩეს გუნდი 10 კაცი. ანუ 2 წუთიანი, მაგრამ წითელ ბარათს უაზრებ გუნდს წირავ ფაქტობრივად რა. მით უმეტეს ასეთ დონის ტურნირებზე და ზოგადად მგონია რომ წითელი ბარათი უნდა გაიცემოდეს ძალიან ძიმე დარღვევებს. არ ვიცი მაგაზე მეტახობით თუ არა. ეგ ძიმე დარღვევებსაც აღკვეთავს და მოერიდებიან. შეიძლება მაშინ ზოგადად ეკანონური წესი უნდა შევიდეს ფეხბურთში და მაგის შემდეგ მოხდეს. ხო და მაგას ვიძახი, მე მაგის მომხრე ვარ. მე თუ მეკითხი ზოგადად. ხო და მით უმეტეს აი ეგეთ ეპიზოდი მესის რო გააგდებ რონალდოს ან დემბელესაც არ გავაგდებდი. ჩემ ყველაზე საყვარელ დემბელეს არ გავაგდებდი მაგის გამო. მით უმეტეს ახლა მესი რო გააგდო ეგეთ თამაში რა სიგიჟეა. მაგას არ ვეთანხმები არანაირად. არა, გაგდება ეხა ისეთი თემა არის, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თან მე აქეთ ამას ყვითელი რო არ მიცა, იქეთაც ალჟირელებს გაუტარა რამდენიმე ეპიზოდი საყვითლი.
მაგის მე დააბალანსა ბრწყალებში მაგ. მაგრამ როგორია ეხა მესის ამბავში ეხა ვაფხლა საერთოდ და სად იმიცი ფეხბურთელი და სად ერთი უდრის 10 კაცი. ხო და ანუ კიდე ერთი თემა მეც ეხა მე მაგაზე არ შემოვალ ესე ღრმად პოლემიკაში, იმიტომ რომ ეგეც საჯის ამავიც არის რა, იმიტომ რომ ეგეთ მომენტებში მაგაზე წეღარ შეცვი რომ მაგაზე ნაკლებ რაღაცაზეც გაუგდიათ და პირიქით მაგას უგორესსაც მაგაზე უარესი არ გაუგდიათ და მეც მანდ ვარ ეხა ანუ მესის ამბავში, მაგრამ მე მაინც იმას ვერ ვიტყვი რომ განძრახ არ არტყავს, მაგას არ ვამბობ, მაგას ვიტყვი. რომ ეგ შემთხვევით არ მომხდარა. იმიტომ რომ დგას ტიპი ბურთი აქვს ესე და ესე მიდის მესი და ესე ურტყავ, შე ბურთი არ თამაშობ მაგას. როგორც წეღან იმ შემთხვევაში როგორც ავთქვი. ბაპე იმის შემთხვევაში იმის ამბავში. უსრიალდება, მაგრამ ეს არ არის განძრახ შესვლა და რაღაცა. ბურთზე მიდის, ალბათ ბურთს ვერ იმაშვება, რა თქმა უნდა, ის გაიგდებს და ეს ხტება, ესე ედება და მესის შემთხვევაში მენა ესე ურტყავს მამაში და დაზიანებულია. ხო და თამაში გააგზელებს ხო ჩაულებრივად. თუ მაგის გამო გამოტოვ ხელშემი. აი ზუსტად არ ვიცი მაგრამ. იმიტომ რომ ეგ ისეთი ტრამაა კაცო მაგის მე ფეხზე ვეღარ არა ხო მაგრამ პატარა ზიანის პრობლემა შეუქმნის ეხლა. შეიძლება ითამაშოს, მაგრამ ის საგადი ინგლისის ხორვატია. კაი, დაგჭა ინგლისს გითმობ ჩემთლიანად ასპარეს. თლიანად მე რა ჩვენ შევაცასე ხორვატია რომელიც ერთ-ერთი ისეთი თამაში იყო მკვირიანლა სახელებით. ეგ იყო ამ ტურში ყველაზე მაროკო, ბრაზილია, სენეგალი და ეგ იყო მთავარი თამაში. ხო, სენეგალი ისტორიული იყო მაინც, იმიტომ რომ ეს იყო მთავარი ყველაზე მე მგონი ჯგუფურებებზე ამაზე მკვირიანლა თამაში აფრიკი. სენეგალს ჩატოვებული ყავს საფრანგეთის ჯგუფში 2020-ში. მეჯერ არ ჩახვედრია. და ასევე ხორვატიას ყავს ინგლისი რო ვერ გავიდა. ნახევარფინალშიც გააგდო. ამას წინა 18-ში და სოფლიოში ვერ გავიდა. ევროზე ვერ გავიდა 2020-ში და ხორვატიამ ჩატოვა მაშინ. ნახსოვს ეგ თამაში. და მაგის შემდეგ კიდე შეხვდა და მაშინ დიდი ანგარიშით მოუგო ინგლისმა ხორვატიას და ეხლა შეხვდნენ კიდე ჯგუფურ ეტაპზე და მე ვიტყოდი რომ ინგლისმა და ტუხელის ხელზე აი ყველაზე მეტად ამ გუნდებს შორის ხო ყავ თავისი თვითნელები, თავისი ამბავი, ყველაზე მეტად ჩანდა ინგლისში ტუხელი. იმის ხელწერა, იმის რაღაცა, იმიტომ რომ საჭიერ მომენტში ჩამდგრებიც იყვნენ, პრაგმატულად თამაშობდნენ, მომენტში უცებ აფეთქებოდნენ. ზუსტად ეგრე იყო არგენტინაც, ხო მაგის თანამდებობაც და არგენტინაც. როცა ჭირდება, უმატებენ, როცა ჭირდება და ყველაფერი საფრანგეთსაც. აი მაგ სამ გუნდს, ინგლისს, საფრანგეთს და არგენტინას ყველაფერი ეთქობა პირველი ეტაპიდან. როგორ და არანაირად ის პენალტის თემა მოდი ამაზე მე ვილაპარაკოთ. გოლი გააქვს, მერე უცებ გოლს უშვებენ, სადაც აი მაგ დაცვაში იყო ძალიან პრობლემები, ჩემი აზრით. და დაცვის ცენტრს გულისხმობ კონკრეტულად სტოუნი ჩემი აზრით. ასაკშიც არის, შეეტყო. ფორმაშიც არა, ფორმაშიც არის. იმიტომ ძირითადად ანუ სტოუნი ჩემთვის გამოვიდა როგორც ოჩუას ვიძახით და როგორც იმას, აი მუნდიალების კაცია რა. სტოუნზე სულ ყოველ იმაზე ძირითადშია და სასტატოში ყოველთვის არის ხოლმე კედელივით დგას. მაგრამ შეიმჩნეოდა უკვე სისუსტეები ცენტრში. ბლოკში ისაცური სეზონი გიყო. პირველი გოლი, მის მეორე გოლი თუნდაც სასწაული გოლი გაუტანა ხორვატიამ ძალიან ლამაზი პასით. მან თუნდაც სტოუნის ხაზი იყო და მან ჩავარდა ზუსტად. თავის კაცს დროულად ვერ მივიდა, პოზიცია დაკარგული იყო და იქით თავისუფლად იყო პერისიჩი აუგდო თავით და აი მომენტში მაგას პასი ძალიან გენიალური და შესრულება გენიალური, მაგრამ მცველებმა ძალიან ცუდად ჩააგდეს, მაგრამ მე მეორე ტაიმში ნახე. მეორე ტაიმში გეცნობები ზუსტად. ზეიმი იყო საფეხბურთო თვალსაზრისით. ეგეთი კაი თამაში მე ამ მუნდიალზე არ მინახავს და არა მარტო მე არ ვამბობ ამას, კომენტატორებიც კი იცოდნენ ამ ყველაფერს და ძალიან ვისიამოვნე, შედეგიც ძალიან კარგი დაფიქსირეს. შემოგვიყვანს იმედი მოგეც. დაამარცხეს მე რაშფორდის შემოსულმა. კონსტატოის შეცვლამაც საკადა ის რო გამოიყო. საკადა რაშფორდი ხო გამოიყვანა. ასისტი იყო საკასი და რაშფორდის შესრულება გოლი და ეგეც ასე ვთქვათ გაამართლა შეცვლა და თავი ბოლო ანუ მეორე ტაიმში ეგ იყო ხო აფეთქდა. ძალიან მიაჯდა ინგლისს და ერთი
ზედიზედ რა მეკარე რო არა ლივაკოვიჩი რო არა იქ 3-4 ბურთი იყო გასა მეკარებს სასწაული ბურთები აიღო და მე ისევ ჩადგა ინგლისი მე იქ ხორვატს კაი აიღო იქ ერთი ხორვატია ეჯდა და მან უკვე ჩემი აზრით აძლევდა ბურთი ინიციატივა გადააბარა ცოტა ხნით მე ისევ აფეთქდა უკვე შეცვლა რო წამოვიდა რა შეცვლაზე კონჩეტევაზე დაიჭირეს მე კონჩეტევაზე დაიჭირეს და ჩემს აი ერთი მომენტი იყო ტუხელი ცალკე ესაუბრებოდა იმას რა ქვია ბელინგემს ბელინგემი იყო ძალიან მაგარი კეინი და ანდერსონი ელიოტ ანდერსონი თამაშია ძალიან მაგრად რა იქ თამაში და ჩემი აზრით სადებიუტო გაიმყარებს მუნდიალი ამიტომეტეს და ძალიან კარგად ითამაშა ელიოტ ანდერსონი და კიდე იმას მინდა შევეხო ბელინგემის გოლს რა მაგაზე კომენტატორები იძახდნენ რომ ბეკარეს უნდა აეღო ეგ ბურთი არ იყო რა ისა ჯერ ეს ერთი რომ აი ეს სტადიონის ამ სტადიონი რა და კარიდან დაინახო კარიდან კამერით დანახული ისა ბელინგემი როგორ რაღაცას აკეთებს ვიცი განჩვეულებრივად არ ხავს ბურთი ხომ მისდის ეს ემა ცელს მასვიზავს მოატყევს გადის და ურტყავს ბიჭო აი მიწიდან ასკლეთი ხო იოზილის რაღაცნაირად ურტყავს და ისე არ მეკარი ვერ აიღებდა მაგას ანუ მაშინ პოზიცია უნდა რაც აიღო ისინიც არ იყო მეტყვი ხო საერთოდ ჩაკეტილი ხო და თავისი კუთხე ხო და ჩაკეტილი ყველაზე მეტი აღარ დაიწვა ხა ბოლოს შეუსრულა კარგად რა და ასე რომ ეგ გოლიც ძალიან ლამაზი იყო საბოლოო ჯამში ინგლისის თამაში ყველაზე კარგი იყო და კიდევ იმას შევეხები ერთ ჩვენ საერთოდ ხო გვიყვარს სენტიმენტალები და რაღაცა ერთ თამაშს მინდა შევეხო ეს იყო ერაყი ნორვეგია ამ თამაშზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ნორვეგია საფრანგეთის მეტოქე არის რა და ნორვეგია სხვათა შორის კი მოიგო კარგად დამაჯერებლად მაგრამ უკვე ერაყი გოლს ერაყი რო მეორე სართულზე ეგრე გეთამაშება ეს უკვე პრობლემაა რა ჩემი აზრით ვიტყვი ნორვეგიას რომელიც სასწაული ისაყავს დაფრინავენ აი მეგოი თავით უკეთესად თამაშობენ ვიდრე ფეხი ისეთი დონეზე აღარ ჯერ ხო ვირები არიან ჯანიანი ის მომწოს რა ფანების ის გემით რო შემოდიან შეგარია ძალიან და კიდე იმას ვიტყვი რომ მაგ მოხდა ერთი სენტიმენტალური ამბავი მან ყავს ჰუსეინი ერთი რომელიც გოლს უტანს თავით რო იტანს გოლს და საბოლოოდ თავის კარშიც მაგან გაიტანა ერთი და მასე ითქვა რომ ესე იგი ომში დაუდა მამა კი ჰუსეინის ვარავინ არ საგაფუსის გაიღუპა ისა და ძმა რომელიც ვერ პოულობენ დღემდე ეძებენ მის ცხედარს არიცია ცოცხალი არია ეძებენ დღემდე მის ცხედარს მაინც რომ მიაგნონ და ტიპს რო კითხესო რომ ანუ შენთვის ანუ იღბლიანი ხარო მე რას მეკითხები რომ მე იღბლიანი კი არა მაგდობა ყველაფერს ღმერთო რო ეს არ ვქია ჩემთან სოფელშიო და ჩემთან ქალაქშიო ხარ სახლი და ჭერი არ აქვს და მე როგორ უნდა ვიცუწუნო და რაღაცა ძალიან მომწონს და თბილად და მადლობა მინდა გადაუხადო იმ კომენტატორებს სახელები არ მახსოვს სამწუხაროდ ორნი არიან და ეგ ერაყი ნორვეგია მიყავდათ რა და ეგ ბიჭები სხვათა შორის აი ეგეთ რაღაცებს სეტანტაზე თუ სეტანტაზე არ იმას მიყავდა ანდროხელაძეს მიყავდა ერთი ანდრო იყო და არ ვიცი სახელები არ მახსოვს ხმა მეცნობა მაგრამ ვერ ვიტყვი ეს სახელებს მაგრამ მადლობა მინდა გადაუხადო ამ ადამიანებს რომ აი ამ ინფორმაციებს გვაძლევენ ხოლმე რა და ამის თქმა მინდოდა ამ თამაშზე კიდე რაზე ვისაუბროთ რა ვიცი ყველა ბელგიაზე ვთქვათ ერთი ორი სიტყვა და მე მგონი ძალიან ბევრი გაგვიგზავნა ბელგიაზე ვთქვათ ბელგიასაც მეც მოველოდით როგორც ურუგვაი გავაერთეო და ურუგვაიზეც ვთქვათ აქვე იმიტომ ორი ანუ თან ურუგვაი ესპანეთი იქნება ძალიან მაგარი თამაში აქ ვთქვათ გუნდები არიან ეს ორი და ალბათ ჯგუფის გადამწყვეტი იქნება ურუგვაი ესპანეთი ხო ბელგიაზე ერთი წეწერა ძალიან მაგარი და იმას და არ ვიცი აღარ მახსოვს ვის ეწერა ხო მარტინესმა და ხა რუდი გარსია ყავს და რომელიც არსად არ ვარ ძალიან ცუდია ბელგია ჩემი აზრით რუდი გარსიას გარდა ამ გუნდით ახლა აღარა ყველაზე მეტად ბელგიის პრობლემა არის დაცვა ადრე რო ყავდათ კომპანი ვერტონგენი ალდევეიდე ახლა აღარა ყავთ ეგეთი ხალხი ერთი ტილემანსი ყავს იქიდან დაცვაში აღარ ფაქტობრივად აღარ ყავს მეკა კურტუას იმედზია ფაქტობრივად თელი უკანა ხაზი და ეგ იქნება ალბათ ბელგიის თავარი აქილევსის კურსი ამ სოფლიოზე გარდა იმისა რომ წვნელი
სადიპო რუდი გარსია არ მწვდები რომელიც არის ნაპოლიში გახსოვთ ალბათ ხავერ ნახეს ეთყობა თორე პარასთან რომ მივიდა იქ რონალდუ კარგდო გამის არ ნასრიდან რომ მივიდა ეგ ტიპი მართლა რატომ უნდა მიიყვანო არ ვიცი თქმელად არ მესმის რუდი გარსია შეიძლება სამი პატარა გუნდში მართლა კაი იყო საფრანგეთში რო იყო ერთი პერიოდი ლიონში იყო ხო თავიდან და კარგად რო ათამა აი მეტი რუდი გარსია არ შეიძლება მაგაცის მეყონა სადმე და მით უმეტეს ასეთ ბელგიაში ну ის თაობა აღარა ბელგიაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ну ჯგუფიდან რომ უნდა გავიდეს და სადაც მეოთხე ფინალამდე შეუძლიათ გასვლა კი მაგაზე მე მგონი თანხდებით მეოთხე ფინალამდე ხო ურუგვაიზე კიდე რას ვიტყვი ერთადერთი რაზეც გული მწყდება რა ვიცი ამ სოფლიო ჩემპიონატს სუარესი მაგალითად რას დააშავებდა ამ გუნდში არ მესმის თუნდაც სკამიდა რო შემოწმება 10-15 წუთი ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ კი არა ისეთები გამოიძახეს აღარც გვახსოვდა ხო არა უბრალოდ ერთზე მართლა ბეშოთქვის არ იყოს გული რომ აი გუნდში სადაც დარვინ ნუნიესი რომელიც უბრალოდ ანუ მართლა რის ვერ ვიტყვი ჯერ ესე მარტივად მაგრამ გუნდში სადაც დარვინ ნუნიესი თამაშობს გამოცდილესი და ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლეგენდარი ურუგვაის ბომბარდირია სუარესი მართლა არაფერს არ გააფუჭებდა. ანუ 10-15 წუთის თამაში შეუძლია. ხო გაეკეთა არც გააფუჭებდა. თელ თამაშს ვერ ითამაშებს, ისეთი ტრავმა აქვს უკვე ფეხზე და ისე მაიამიშიც ვერ ატარებს თელ თამაშებს. ძირითადად სულ იმაზეა. შეიძლება მაგიტომაც არ გამოიძახეს. ხო მაგრამ და ეს მე მაინც წავიყვანდი. ამ ჩემპიონატზე ისეთი გუნდია ურუგვაი, რომ თუნდაც ეგეთი ტიპი სახელის გამო მაინც რომ უნდა წაიყვანო. კარგი. კოლუმბიაზეც ვარ თქვა, თუ არ გინახავთ ეგ თამაში არც. კოლუმბია იყო ძალიან კარგი თამაში იყო. საერთოდ და ლუის დიასი რა ფორმაშია. ნახეთ რა პასი გააკეთა პირველ გოლზე. და ის კოლუმბიის მესამე გოლი ნახეთ კიდე. აი მესამე გოლის დროს ტიპმა იქ იბრძოლა ბურთზე. შეაკლა თავი რასაც ქვია. ჯერ ამჯარი მე მეკითხა სახა ველოდები საჯაროდის ჩასვლა. 10-ა და არ ჩასვი და იმან მოიგო ტიპმა და დაასვა თავზე საჯარიმოში. მაგარი გოლი იყო და აკეთანაც ამანაც არ გაიტანა ცუდი. პრინციპში. საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ, ანუ ძალიან ლამაზი გოლები გადის რა. გოლები კაი გადის, ხო, მაგრამ ანუ თითქმის ანუ ყველა თამაში რამდენიმე მიეწყო ერთი თითო კაი გოლი ყველგან რო გადის, ხო, მაგრამ რაღაცას ველოდებით რა, რაღაცა ის არ ყოფილა ჯერ. რაღაცა მაკრატელაც უნდა იყოს. რაღაცა ის არ ყოფილა ჯერ პირველ გოლში რონალდოს ცდილობა. მე მგონი იქნება. ერთი თამაშგარიდან ხო გავიდა მაკრატელა პორტუგალიის თამაში. გაუქნა ვერ ეს თამაშგარე მაკრატელა გოლი გაუქნა ხო ეგრევე თორე მაგარი გოლი გაქონდა მე მგონი ნევაში იყო ისე აღარ მახსოვს რომელი არ ვიცი მაგდროსთან იმის თამაშს უყურებდი ბათუმი ტელეფონში მაგას უყურებდი და გაუქნა ეგ გოლი პირველ ტაიმში იყო თუ აფშტო სტრაიკერ და გოლი როზე მოდადა აი რაშვები არა სხვა რამეს გეუბნებს ეგ სხვა რაღაცა უნდა ვეთაკასო ბოდიში არაფერი გაგზელე რა უნდა გავაგზავნოთ არა ხო ნუ ვისადა მეც ორი სიტყვით შევეხები ამ თამაშებს რა რაც ნახე ურუგვაის მე იმას ვიტყვი რომ ის ხალისი და ის ხასიათი დაკარგული აქვს რაც ამ გულს ახასიათებს ეს რაღაცა იყო ბოდიში ხონესაც ვეძახი აი ეგაკდათ რა რაც ყოველთვის ხონდა ამ გულს რა და ეგ აღარა ვალვერდეზე ვიქი ვალვერდეს საუკეთესო MVP გახდა მატჩის მაგრამ მეტი მოეთხოვება პირველი თამაშია და ჯერ კიდევ წინა აქვს რაღაცა ქონდა მაგასაც კაი მომენტები, კაი პასები, კაი დარტყმებიც ქონდა მაგრამ კარში ვერც ერთი ვერ გაუშვა მაგრამ მაინც საუკეთესო იყო მაგრამ ძიმე იყო რა მაინც საყურებლად იმიტომ რომ ის თამაში ვერ ითამაშეს როგორც ურუგვაის მასწავლის ბაჩვენებს მეორე თამაზე იმას ვიტყვი ბელგიაზე აქაც ისასტავი აღარ არის და ის გუნდი აღარ არის შეკრულებიც არ არიან დებროინი ბევრი დაბერდა ვეღარ თამაშობს როგორც აი მოდრიჩის რო ავიღოთ ახლა 40 წლის არის რა უნდა გააკეთოს ახლა ითამაშა რაც ითამაშა დადო ახლა ფენის და აქეთ როგორც იქნა მოდრიჩი დაბერდა ახლამდე ხო ახლამდე იყო რა ვიცი მეთქი ახალგაზრდავდება კლასთან მეგონა როგორც იქნა მოდრიჩი დაბერდა ბელგიაში ეგეთი ის არის რომ წინა მსოფლიოზეც ძალიან სუსტი იყო ეხლაც კიდევ უარესი არის ჩემი აზრით და მეოთხე ფინალამდე მე ვერ მივა და ახლა რავი კიდე რაზე ვილაპარაკოთ ნუ კოლუმბიას თამაში არ მინახავს ვერ თუ ყველაფერს მაგრამ რასაც რო შევაჯამოთ პირველ თავად იმედ გაცნობილი იყო პორტუგალია და ესპანეთი
თავარი გრანდები ბრაზილიამაც ვერ ითამაშა ის ფეხბურთი პრინციპში. ნიდერლანდებზე მე პირადად იმედი არ გამსვევია, რასაც ველოდი ეგ იყო. გრანდებს შევაჯამებ მარტო, დანარჩენებს რომ არ მივყვეთ, ძალიან გაგვიგზელდება. და არგენტინამ საფრანგეთმა მეორე ტაიმში და ინგლისმა დადეს ის თამაში, რასაც ველოდებოდით მათგან. რეალურად. ინგლისის ნაკლებად ველოდი ეგეთ თამაშს. ხო, ასეთ მეც არ ველოდი, რომ ტუხელი ასე ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა. რამდენად კარგია ეგ არ ვიცი. ნახოთ, შეიძლება რაღაცები შეცვალოს. ნახოთ, რატო როთა განმავლობაში. ვიძახი ესე რომ გახსნი კარტებს და ხო. არ ვიცი, ახლა მაგალითად სიტყვაზე საფრანგეთთანაც ეგეთ ფეხბურთს ითამაშებს სიტყვაზე? თუ უფრო პრაგმატიზმზე გადავა. საფრანგეთთან ეგეთ თამაშს ვერ ითამაშებს რაც ხო, ანუ არაცთიან გავიგე, მაგრამ ნახოთ რა. ნახოთ. აი გრანდთან როგორ ითამაშებს? ინგლისის თავარი გამოსვლა ალბათ მე. ნუ ახლა ხორვატია არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ მაინც ის ხორვატიაც არა. ისა ვთქვათ, აი მოდი ახლა ვთქვათ თითო ასისტი რო დავასახელოთ მატჩები. მე ლუის დიასის ასისტს დავასახელებდი ახლა. აი გუშინ ამ თამაში დილით ძალიან მაგარი პასი. მე პერისიჩის თავით დატოვება მომეწონა, ანუ მაშინ ჩანდა რა, ანუ ესე მაინც ძნელი იყო, ხა მაგდოს ესე უცებ მოტივი. ლამაზი მომენტი იყო. მარტივად თავით დააგვე ეგ არის და აი მოდი მე მაგას იმას ვიტყვი, მაგას ის იმას ვიტყვი. მე ვიტყვი ის გოლი არ ჩაითვალა არგენტინასთან. არა, მაგაზე მეტი მაინც საკრაკები. ძალიან მაგარი პასი იყო მე გადავა. პასი იყო, მაგრამ მაგის მეტი გოლი აღარ გასულა რა, პერო მოგეწოლებოდა რა, ხარჩანოც მიახტი. შენა და იოსიზე. არა და მე რაც უნდა მეთქვა ეგ თქვა. ანუ შენც იქ მოგეწონა რა მორჩა. ხო და კიდე იყო კაცო მაგარი პასები. ძველებიდან აჰა, დაიწყო ამას უკვე. ზოგადად მუნდიალებში. ზოგადად მე ეგ ვიგულისხმობ. ყველა დროის? მაგრამ არ მაცადეთ. ყველა დროის? ო. ასე ვიტყვი იმის პასი, დებურის პასი აიალაზე. აიალაზე რა იყო, დებურის პასი ბერკამპზე. აიალა რო ჯერ პასი რა მაგარი იყო. და მე იმბურთის ისე ჩამოღება, თან ჩამოღებისას მოძრაობაზე დაჭერა ტიპის. და მე გატანა. ეგ იყო ალბათ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პასია ალბათ. მე ვიტყვი ზიდანის პასს ხორვატიასთან. მე თქოს. სისტი სოფლიოზე? პასის მასში რა, ვან პერსის გაფრენა რო იყო. ამ პერსის გაფრენაზე დეპაიმ გააკეთა თუ არ ვწდები. ასე. ან თუ ბლინდი, ან ბლინდი. ხო, არ ვიცი. ძალიან მაგარი გოლი იყო. ახლა შენ გადადი, შენ გინდოდა რაღაცეების თქმა. ხო, მე ილიას ბრძოლაზე გვინდოდა რაღაცეების თქმა. დაიწყო. რაღაც საინტერესო ფაქტებს მივაგენი. აი, მოდი დავიწყებ მე ილიას რთაბრძოლით. ჩვენ მოგვეხსენება ილიას მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად ეს მარცხი ბევრი ფაქტორი აქვს ამ მარცხს ილიასთვის იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ამ მარცხმა კი არ დაასუსტა ილია კი უფრო გააზრიელებს რა და მეორე კაი უშუალოდ ჩხუბზე რომ გადავიდეთ არც ერთი ესე ვთქვათ ფიტკი არ ყოფილა. აი ტეიქდაუნებზე მესმის, რომ ტეიქდაუნებზე ხშირად არ შედიოდა ილია, იმიტომ რომ წუნით განსხვავდებოდა რა გეიჯი რა. ერთი 10-15 კილოთი მინიმუმ უფრო მეტი იყო და ამდოს ენერგია ცხომა დაზოგო ეხლა ტეიქდაუნებზე რთული ამხელა მოზვერივით იყო ის ჩემის. ხო და ამასა და მეორე რაუნდში ლილიას შეეძლო რომ დაეფინიშებინა, მაგრამ მაგდოს იცი რა ფაქტორი იყო? ილია უკვე ცალთვალში ვეღარ ხედავდა კარგად. უკვე ის ირისი ქონდა დაზიანებული. აი ეგა ხო მაგის თქვა მინდოდა. როდესაც საერთოდ ზოგადად არასპორტული საქციელია რაც გააკეთა გეიჯი. ეს საქვეყნო ცნობილი ფაქტია, როდესაც შენ ურთხავ მოწინააღმდეგეს, ესე არ მიდიხარ დასარტყმელად. ესე არის დაუშვებელი. ჯერ სანამ ბრძოლა იწყება, საჯი გეუბნება, რომ თვალში თითის დაკება არ შეიძლება, უკნიდან ჩარტყმა არ შეიძლება, ამებს გეუბნება თავიდანვე და ეხლა უკვე შეიძლება მომენტში, რაღაც მომენტში ვერ მოასწროს მებრძოლმა თითების მოკუმა და აი ესე მოუყვა. არა, ეგ შლის და სპეციალურად პირველად არ არის სუეგრე აკეთებს. სუეგრე ანუ წინან მებრძოლებთან ისინი დაიდო რა, მე წინან მებრძოლებთან იმასთან ჰოლოვეისთან, იმასთან რა ქვია
ეს ბრაზილიელი ჯიუ-ჯიტსუს მეფე რო არის მაგასთან ყველასთან აქა ესე გასმო ყველასთან და აი უყურე ხა ეს რო გაუსვა მაგდოს ანუ წარმოიდგინე გახელილ თვალში რო ხდება ეს როგორი თან ჭხილი და ისა აი ეს მაგან განაპირობა ამის გისა და მე მაგ მომენტში ეს რო იმას აქდა აქედან მიდის მე ხდება მე აქედან უთავს და ეხა ბუნებრივი აქ ეხა როგორია აი ადამიანური თვალსაზრისით რო ვთქვათ რა რო ხდება ეგეთი რაღაცა გესმევა თვალში აი მაგდოს ხო ის გაქვრო რაღაცა ისე და მაგდოს ხდება რა თქმა უნდა კაი აქ ილიას არ გაუპროტესტებია რატომ მიყვარს კიდე ილია უფრო მეტად რატო დავაფასე რა როგორ ვაშკაცურად მაწოლობდა რა რომ მარცხი მიიღო და არის არც ერთი წესი არ დაუღვევია ტიპს ისე ჩხუბობდა რა მეორე რაუნდში მიუხედავად იმისა რომ ეგეთ მდგომარეობაში იყო ის ღვიძლში რო ტენად მათ მაგარი გაუყოლა და იმენა მას უკვე ნოკაუტში იყო რა გეიჯი დააგდო და აი მან შეიძლება მან იყოს უბრალოდ ეს დაფინიშების მომენტი რა მაგასვე ჩაეჩაკუჩებინა დაამთავრებდა საჯი დიდი ალბათობით თუ რაღაცა სხვა რაღაცა არ მოხდებოდა მაგრამ მანდაც შემიაზეთ ილიამ დაზოგა იმიტომ ძალიან დაიხა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა აი მაგ მაგრად უტევს რა და სწრაფა და სულ მოძრაობაშია და დაიღალა და რო აქცია ზევიდან დააწვა იქ ახლა კი ცდილობდა რაღაცა იმას მაგრამ მანდ უკვე ისვენებდა რა ერთი რაღაც პერიოდი 10 წამი 15 წამი სული რომ მოეთქვა მაგიტომ ვეღარ შეძლო იმენა თან თვალთვალით ვეღარ ხედავდა და კიდე ის ფაქტორი რომელიც აი რაღაცებს რო აჩვენებენ ამაში დევს ყაო და რაღაცა მაგაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვით ეგ თუ ეგ იკადრეს ქვა არ იქნებოდა როგორ რაღაცას აკეთებენ იცი აი მაგალითად ბინდს ახვევენ და ამ ბინდში შეკავთ თხევადი თიხისა რა თაბაში თუ რაღაცა და მე ეს ოფლიანდება და სველდება მყარდება და ხდება ქვასავი და ეგ თუ მართლა ეგ გააკეთეს ეგ ანუ დასასამართლებელიც კი არა უკვე რა ეს უკვე დანაშაულია თუ ეგ მართლა გააკეთეს ეგ მაგას არ ვიცი გადაამნახავენ თუ როგორ იზავენ მაგრამ ფაქტის ახეზია რომ ეს მოწმებს ასეთ რაღაცებს და აჩვენებენ კიდევაც რაღაცა ხარ რაღაცა ამის თქმაც მინდოდა და ახლა მე უნდა გადავიდე იმ საკვანძო მომენტზე რომელიც უნდა გამეჟღერებინა ეხლა კარგად უყურეთ ეს ხდება 16 ივნისს აქაც ხდება მე თქვენ გარდენში ხდება ეს ორთაბრძოლა ამერიკაში ტარდება 1983 წელი კითხულობ აი მე ჩემი მოგონილი არც ერთი არ არის აგერ ვკითხულობ 1983 წლის 16 ივნისი ნიუ-იორკის მედიან სკვერ გარდენში ახალგაზრდა დაუმარცხებელი მოკრივე ბილი კოლინსი რინგზე გავიდა დაუმარცხებელი 14-0-ზე ქონდა მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად ტრაგიკულად დამთავრდა ბრძოლის დასრულების შემდეგ ბილის მამამ რომელიც მისი მწვრთნელიც იყო მეტოქის ხელთათმანებით ხელით აი რაღაცაც ვამბობდი შეამოწმა და მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მოგვიანებით გამოიძიეს და დაადგინდა რომ ლუის რესტოს ხელთათმანებიდან დამცავი შიგთავსი ჰქონდა ამოღებული ხოლო სახვევები თაბაშირით ჰქონდა გამაგრებული არა ფაქტი მომხდარა ასეთი მსგავსი რამ და აქ მერე მოხდა ტრაგედია ეს გაამართლეს და პატიმრობაც მოიხადეს დაზე მამამ და მებრძოლებს რა მაგრამ მე რა გინდა ერთი წლის შემდეგ ავტოკატასტროფაში დაიღუპა ეს მოკრივე რომელიც მამა აქაც უჩივის რომ ის რომ ანუ ერთი ის ხავი რომ უკვე თვალში პრობლემები ჰქონდა და ვეღარ ხედავდა უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა და ამან დაშალა საერთოდ ადამიანი რა და იმედი მაქვს და ის რომ იგივე არ მოხდება იდეა შემთხვევაში იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი დარტყმები ჰქონდა და მაქამდე არ მივა იმედია საქმე ილია დაბრუნდება უფრო ძლიერი უფრო მაგარი და ნახოთ მერე და იმ ხალხს კიდე იქ რომ ბრძოლა გაკიდა და რაღაცე მაგათ სახელების ხსენებაც არ შეიძლება ეგერი ილიასთან კი არა ზოგადად საქართველოს გაყიდია რო რამე ამის თქმა მინდოდა მოკლედ და ახლა მეორე ჩხუბზეც ვიტყვი ორ სიტყვას და ამით დავასრულებ
პერეირას ჯგუფს შევეხები, მანდაც მოხდა უმსგავსო საქციელი. მეტოქის შემეთი რა. რომ აი მათ როგორც ვიძახი თვალში თითის სტაკება და ეს ვარ შეიძლება ტიპი ბიჭო ანუ საჯი წინ უდგას კრეტინო შენ რაღაც ანუ კეფაში ურთხავს. იმან დაგლათ იმენა ერთი ორჯერ სამჯერ კეფაში ურთხავს და გონს კარგავს უკვე და მე მიდის კი გათიშა და რაღაცა მაგრამ ბიჭო არ შეიძლება დედა ამ ეს არის გაფრთხილება ჩვეულებრივი თუ მეორედ გამეორებ უკვე დისკვალიფიკაცია და აი იმ როგორც იმის შემთხვევაში გეიჯის შემთხვევაში აი ეს არ შეიძლება და ამან განაპირობა ეხლა მოდი ამ ბოლოს ამას ვიტყვი რომ ამერიკაში წარმოიდგინე თეთრი სახლის ხარჯზე რო ხარ და ტრამპი რო გესწრება და იქ არ გამარჯვებიდნენ თან ამერიკელს რო ეჩხუბები იქ დოპინგის ამბავიც არის რომელიც ანუ მან ეჭვი გაჩნდა იმაზე რომ თავიდანვე კი არ ქონდა მიღებული ეს დოპინგი 18 რაუნდის მერე წყლის შეშვენების დროს მაგ დროს მიიღო აი ღვიძლში რო ხვდება და მაგ დროს მართლა ძალიან დაამუშავა რა გეიჯი და უკვე თვითონაც აღიარა რა ის კამზე რო ჯდება აუ რა მაგარი დამარცხო თვითონვე იძახის რა მაგას მე კი არ ვიგონებ იძახის თვითონ და კომენტატორებიც მაგას აფიქსირებდნენ რა მაგ თამაშს მაგ ბრძოლაზე რომ ძალიან ეთქიდა რა და უკვე ანუ რაღაც მომენტში თუ გაქვს ის დამუღამებული გეიჯი რო ხელს არტყავს მაგ მეორე რაუნდის ბოლოსკენ პოსტვა ვერ ამჩნევენ თუ რაღაცა ზურზე ილიას ანუ აწევს და იმოშობა და დანებების ის არის რა ეს და მაგას არ ხედავენ და მე უკვე გამოდის ჯიგარი იქ წყალს სვავს იქ ფეხები უკვითლდება იქ რაღაცა პრობლემები და მაგ მე ისეთ ხოთზე იჩითება წარმოიდგინე და ბრძოლა თავდება ტიპი არც იღრება ერთი ნაკარი ამდენი მოხვდა ამდენი რაღაცა ნაკაწრი არა აქვს და ტიპი სალტოებს აკეთებს თო თუ არ უნდა გადაამოწმო მაინც არის ელემენტარული აი მის თქმა მინდო და მე ილიას წარმატებებს უსურვებ და მე სულ კარგად და წარმატებულად ჯამთელა ჩვენ თვალში ყოველთვის ჩემპიონი იქნება ამით კი მე დავასრულებ მოდი იქა დავემშვიდობოთ და გავიგეთ აი აბა დაგემშვიდობებით მეგობრებო იმედია ის სიამოვნეთ მოგეწონათ ჩვენი ბოდიალი რაღაცა ჩვენ ხო თავიდანვე ასე დავიწყე რომ ჩვენ ექსპერტები არ ვართ ჩვენ ვართ მოყვარულები და რა შეიძლება სისულელეების თქვა არ არის პრობლემა მივიღეთ თქვენ იმას მაგრამ ჩვენი ის ვართ მაინც ახლა ანალიტიკოსები ჩვენ რომელი ანალიტიკოსები ვართ და გავჭრიტავთ მატჩს და ჩვენ ის არის რა სამოყვარულო ამბავია დაგემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის გამოგვიწერეთ აუცილებლად მეტი აქტიურობა კომენტარები დაგვიწერეთ და კიდე რაზე ვილაპარაკოთ ბედნიერად იმედია ისიამოვნეთ დღევანდელი პოდკასტით და წინ კიდე ბევრი მატჩია ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოს ჩემპიონატშიც სოფლიო ჩემპიონატშიც და ერთად ვისიამოვნოთ ფეხბურთით და მე ჩაგვიჯექით გვეუბნეთ დაგემშვიდობებით ზეპასო გამომწერებო მეტი აქტიურობა გვჭირდება თქვენგან ნებისმიერ სპორტს განვიხილავთ თამაშები დარჩა დავეთანხმები ბესოს როგორც ეროვნული ლიგაში ასევე სოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენი გვერდში დგომა იქნება სტიმული რომ მეტი და მეტი ვიდეო დავდო და უფრო გაგახარო და მეტი ინფორმაციები მოგაწოდოთ როგორც სოფლიო ჩემპიონატზე ისე ასევე ყველა სპორტის სახეობაში დაგემშვიდობებით აბა დროებით ჩვენ შეიძლება რაღაც თამაშებით გავსტრიმოთ კიდევაც ამიტომ ზარისღილაკიც გააქტიურეთ რომ შეგხვდეთ ვიდეო მარტივად და აღარ იწოლოთ ჩაწერილი აბა კარგად და ბედნიერად დროებით